საღამოშვიდობისა ბატონო პარტა. Здраво желаю. როგორ ახართ? Ай, დღეს ვარ ტელეაჩკეს, დღეს არის ჯენ ვაინა მარსკოვა ფლოტა. აუ, ჩემთან იქ სახში ყველა მთვრალია. ყველა მთვრალი არის. რა დროს ახართ იქ? აბა, პირიქით ახლა მეგონი შვილი ჩამოდის აქეთ და დღეებს ვითვლი რა. რა კარგია. ვეიკა. ბატონო პარტა. დღევანდელი ლაივი მინდა დავიწყოთ ცოტა არა. რამოდენიმე დღის ამბავია. რამოდენიმე დღის წინ ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კი აქ უნდა ვთქვათ აუცილებლად, იმიტომ რომ მე მაგ ამბავს მოყვა გამოხმაურებები, იყო რაღაც ჩემთვის გასაკვირი განცხადებები, ვუსმინე თქვენს გადაცემასაც, ადამიანები, რომლებიც მეგობრები ხართ, არ ვიტყვი წარსულში ამ ყველაფერს, მოგიწიათ პოლიტიკურად რაღაცა უკიდურესი რადიკალური განცხადების გაკეთება მოგიწიათ და მამუკა ფიფიასთან დაკავშირებით რატომ მოხდა ესე თუ გქონდათ თვითონ ამ ადამიანთან კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით და რატომ დაიწყო ესე რომ განსხვავებულ პოზიციაზე რატომ დადექით რა მოხდა ესეთი ეს რომ მოუყვეთ საზოგადოებას იმიტომ რომ გადაცემაში ისაუბრეთ თავიდან ბოლომდე მაგრამ ეს ნაწილი არ იყო და ეს ნაწილი უფრო მაინტერესებს და სიღრმეში მე გაშალეთ თლიანად ეს თემა რატომ და რისთვის ბოდიში გაწყვეტნეთ, იმიტომ რომ მე როგორც ჟურნალისტმა მამუკა ფიფიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რაღაც თუ რამე გავიგე თქვენი Facebook პოსტებიდან, ვიდეო მიმართვებიდან, არაერთხელ გიხსენებიათ მისი ასე თუ ისე პიროვნება და ამიტომ დავინტერესდი ესე ამ თემით, თორე თვითონ ინციდენტია ბევრად მნიშვნელოვანი და შემდეგ მას რა მოყვა როგორც ტურისტული კუთხით, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, მაგრამ როდესაც მეგობრები და უცებ რაღაც რადიკალურ პოზიციაზე მოგიწია დადგომა, ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და თქვენი აზრი მაინტერესებს. პირველად სცემეს რუსეთის მოქალაქე საქართველოში. მაშინ აბულად თავს რატო არ იგიჟებდა კაცო? რავი 4 კაცი დაესია ერთხელ პარკში და სულ რუსო და იმის გულისთვის სცემეს. მაშინ აბულად ის ხმა არ მოუღია კაცო. რა იყო ბიჭო, რამდენი ის გინდა იმდენი შეურაცხყოფას აყენებენ იქით აქეთ, მაგრამ ბიჭო ხოჩუმად ვიღარ, პროსტო მეუბნებოდი ხელისუფლებას ნუ აკეთე რეაქცია ქონდეთ ამას ნუ აღუვებთ რუსოფობიას და რაღაცას. ხმას ხო არ ვიღებდი. რაღა ნამაზე ავყვირდი, თეკლა, ესე იგი, ხო გავიდა 1 კვირაზე მეტი. მართალი ყოფილი ვარ. მილიარდ 300 მილიონი აი ახლა აი ამ წუთისთვის 11-ის 4 წუთზე საქართველოს უკვე იზარალა. მილიარდ 300 მილიონი. უკვე იზარალა. ეს ტურისტულზი. რა თქმა უნდა. მე გეტყვით, ეხლა მივალ იქამდე ტურისტულ ტუროპერატორებთან რეებს ეუნებიან იმებს, რა ქვია, ვისაც აქ ჩამოსვლა უნდა. სათახვედი გოგო. ხო, უყურე. არა, მე მგონა ხო არ გაიჭედა რამოდენიმე წუთით. ბუკინგის პროგრამა არის ესეთი, სადაც ტურისტული ჯავშნები იდება და მე როგორც ვიცი, აქ მოხდა ძალიან დიდი ჯავშნების გაუქმება და ამაზე ლაპარაკობ თქვენი. კიდე გავალ უყურე. მე პირადული მაგაცთან ჯერ ჩვენ ურთიერთობაში ცუდი პირადული არასა რქონია. აი კონფლიქტი, ღმერთი რჯული. უყურე გვაქვს ორი განსხვავებული განცხადება რუსეთიდან. ერთი გვაქვს რომ მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცავი რუსეთის და ბელარუსიის მოქალაქეები, ტურისტები, უზრუნველყავი უსაფრთხოება, ერთი გვაქვს ეს განცხადება საქართველოს სათვისტომოს უფროსის ბატონი დავით ცეცხლაძის და მეორე გვაქვს ხალხო არაფერი არ მოხდა, ყველაფერი კარგად არის, რა კარგად არის კაცო, მილიარდ 300 ვიზარალე. ამის ეს ქვეყანა არ იზარალებდა ამას, რომ სწორედ მიეთითებინათ ხელისუფლებისთვის, რომ ესე არ ჩაივლის, კაცო. თეკლა ჩაივითო იმის მერე ესე ვთქვათ, კოდირებული სახელით რაშაფობია. იმის მერე ერთი წუთი არ გაჩერებულა ამ ქვეყანაში რუსოფობიული გამონახტემები.
ტურ ოპერატორებთან რუსეთის ტერიტორიაზე, ბელარუსის ტერიტორიაზე რომ მიდის ვიღაცა და უნდა ხო აქ ჩამოსვა, ეუნებიან ინგლისური, იცით რა პლაკატები და რა ნაკლეიკები მიაკრეს ტურ ოპერატორებთან? რატო იცი? ამაზე კი არა ხალხო ლაპარაკი, იმან დაარტყა, ბიჭო, მაგისადმი მოხდა რა საქართველოში ყოველდღე ხდება, კაცო. ეს ხალხი მაინც იქ უყურებს, იმან გადმოაფცა თუ არა, ამან შეურაცხყოფა მიაკეთა თუ აქ საერთოდ ემას აღარ უყურებენ. ისინი უყურებენ ხელისუფლების რეაქციას. ხელისუფლების რეაქცია იყო, რომ გარეთ გამოიყვანა და გმირი გახადა, კაცო. ისინი ამას უყურებენ, თეკლა რას ფიქრობს, აბულაძე რას ფიქრობს, კონსერვატორების ეთერში რას იხილავენ, ამას კი არ უყურებენ, კაცო იქა. იქ უყურებენ რა რეაქცია ქონდა ოფიციალურ ხელისუფლებას. ოფიციალურ ხელისუფლებას ქონდა რა, იცი? გამოუშვეთ იმაგი გარეთ. პარალელურად ერთი ჩარტეთება და ერთი რუსოფობიული რაღაცეები. აჭარაში ჩარტით ერთი მაღაზიაში მივარდნები და რაღაცეები და ზოგი ვერ იღებს კაცო ამას თქვენ რო არ იცით და ხალხმა რო არ იცის. ის რუსეთი აღარ დაძაბავს კაცო. არ უნდა ის დაძაბულდა ხმაური. წყნარად შვიდად გაიყვანს აქედან თავის მოქალაქეებს კაცო. რომლებიც არიან მძევლად. ეს პროცესი ხო არ გაჩერებულა. გადახედეთ ტელეეთერებს. შეიძლება შენ არ გიყვარს TV პირველი და გული გერევა მაგის ყურებას და როგორც მე. იქ უყურებენ კაცო. ბატონო პატა, სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს მე როგორც ჟურნალისტი, ყველა მხარეს ვუსმენ ხოლმე და იძულებული თავს ძალას ვატან და ვუსმენ მაინც. რა, მე სხვა რამე შეიძლება ნორმალური, შეიძლება შენ რაღაცა ვალდებულების გამო, მაგრამ მე მაგალითად მომკალი და ეხლა თუ ჩემი სასჯელი და დამაჯინე და მაყურები და მაგას. ამიტომ უყურე იქ შეიძლება იქ ხალხი სხვანაირად უყურებს. როცა 2 წელია საკურორტო ზონაში კაფეებში არის მიწებებული ნაკლეიკა ღორის რუსული დროშით. შენ როგორ ფიქრობ და ამას ხელისუფლება ხელს არ უშლის. აბულაძე რას ფიქრობს და ტელეეთერებში ვინ როგორ იხილავს, ამას კი არ აქცევენ ყურადღებას, რა ვერ შევიდა ამ ხალხის თავში. ოფიციალური ხელისუფლება როგორ რეაგირებს ამაზე, კაცო? იმ დროს როცა ევროკავშირის დროშის დაცვაზე ხალხი ციხეში იჭერდნენ. აქ 2 წელია მიწებებულია, რატო აი ეს არ მისმის, რატო უნდა ხალხს ეს თავი დაიდებილოს და ეს ბიტავოი პრობლემა გახადო. არ არის ბიტავოი პრობლემა, როგორ არის ბიტავოი? ვინ ყოფილა მართალი? 1.3 მილიარდი იზარალა ამ ქვეყანამ. შენ იზარალე, მე ვიზარალე, ყველა მიზარალა. ბატონო პატა, ნახეთ ამ თემაზე, რასაც თქვენ ამბობთ, მე სიამოვნებით თქვენ ხართ ჩემი სტაბილური სტუმარი და ესე იქნება, ხო? მაგრამ სიამოვნებით მოვისმენ შემდგომ მეორე მხარის პოზიციასაც, რატომ ჩათვალა, რომ ეს არ არის სერიოზული პრობლემა. გეგლა, რაც არ უნდა მაგათ თქვა. ტექნიკური კითხვები მექნება ნამდვილად. გეგლა, უყურე, რაც არ უნდა მაგათმა თქვა, ფაქტებს ვერ გაექცევა. ადრე რუსებს რეაქცია არ ქონდათ? არ ქონდათ. ხო, ვიდეოები განახოთ რამდენია ეგეთი ფაქტები. მეტროში, ავტობუსში, მარშრუტკაში, ფულიკიბაზე, ბაკურიანში, აჭარაში, მაღაზიაში, რუსულ ენაზე ლაპარაკის გამო. რამდენიც კიდევ ჩაგიყვეთ, კაცო, რას იდებინებენ ეს ხალხი თავს? ვის ვატყუებთ და რა თავს ვიტყუებთ? ისინი მაინც არ მოტყუდებიან. არ გვისმენენ და მიტო, კაცო. ესე იგი, რაღან ამაზე რეაქცია და ქვეყანამ იზარალა, რა პასუხი უნდა გაქვს? არ იზარალა? როგორ არ იზარალა? არ არის გაუქმებული ისეთი რა ქვია, აი ეს ტურიზმის ისა, აი ეს რასაც ეძახი არავე მაგათ სიტყვები როა. განულებული არ არის, როგორ არ არის? ჩემთვის რო დაეჯერებინათ, თქლა ჩვენ ამას არ ერთი სიტყვით, 1-0 იგებს ეს სოდომიტურ მომხარე მოგვიგო ჩვენ. ბრწყინვალეთ ჩაატარეს ესა ტესტირება გაიარა ბრწყინვალეთ გაიარა და გრძელდება, არ თავდება, გრძელდება. არ თავდება, ანცემით დამთავრებული იყო, კიდე გრძელდება, კაცო. სიუჟეტებზე მიდის. როგორებით პროექტი ჩაირთო იქიდან. რატო იცი დაიდახეს ტესტი გაიარა კარგი, კაცო.
ხო ჩემი სიმართლე გავიდა სხვისი ხო არ აქციაც ხო მოაწყვეს გამოცვიდნენ ქუჩაში და დაანახეს რეალურად თავიანთი სახე. ადრე თუ გამორბოდნენ ადრე თუ ბატონო პატარა, მაინტერესებს იცით, თქვენ რუსეთში კავშირები, საკმაოდ დიდი კავშირები გაქვთ და მუდმივ კომუნიკაციაზე ხართ და მე ის გამიკვირდა ჯავშნების გაუქმება და არა უფრო ხისტი რეაქცია იმათი მხრიდან, იმიტომ რომ მაგათ კანონმდებლობაში აქვთ ის რომ თავიანთ ქვეყნის მოქალაქეზე როდესაც ძალადობა ან რაიმე მსგავსი ხდება, რეაგირებას ახდენენ ხოლმე. რატომ დაგვინდეს აი ეს მიკვირს ცოტა? ეკლა უყურე ის ემოციებით არ იმართება ეს ქვეყანა ეს არის ბირთვული ქვეყანა ჩვენ გვინდა ჩვენი გადმოსახედიდან უყურებთ იმათ იმდენი ბეკეტი აქვს ეკლა ორი დღე შუქი გაგითიშეს თელ საქართველოს მასშტაბით სიგნალი მოგცეს ბატონო პატა თქვენი აზრით ეს შემთხვევა თითქოს რაღაც დაზიანება იყო ამ საკითხს უკავშირდება? ეკლა დავამთავრო ეს ამოუწურეთ ეგ თემა მე კიდე ერთხელ ვამბობ შეიძლება მეც ცოტა არა მაგრამ უნდა გაჩერებინა პროცესი უნდა გამეჩერებინა იმიტომ რომ პროცესი უნდა გამეჩერებინა პროცესი გაჩერდა და კიდე ერთხელ გეუბნებით არავით არის პირადული უსიამოვნება მე მკაცთან არ მაქვს მე ჩემი სიტყვებია ჩემმა შვილმაც რომ გადმოლახოს იარაღით ხელში მართალი იქნება პყუალი იქნება მორალურად გამართლებული იქნება არ იქნება ამას მნიშვნელობა აღარ აქვს მე მას ჩემ გასაკეთებელს გავაკეთებ როცა უყურე და აქედან გამომდინარე ყველას მოუწოდებ რუსეთში მცხოვრებ და აქაც ყოფებს შეწყვიტეთ ერთმანეთზე რაღაცა კრიტიკული მე დაჟე ბოდიშიც მოვიხადე ოფიციალურად რომ იქ ქართველებს მილიონობით ქართველია და ცოტა ისინიც აღელვდნენ მე ყველას ბოდიში მოვიხადე ეს უხერხული მდგომარეობის გამო მაგრამ თურმე როგორც რა ტყუილა არ ამყვირებულ ვარ ხო სწორია ამ ქვეყანამ წააგო ამ ქვეყანამ იმათ გამოუვიდა თავისუფლებელი თუმცა შეგვეძლო იყო მაგის რესურსი რომ იმათ ეგ ანუ ეს მცდელობა წყალში ჩავარდნოდათ იყო მაგის რესურსი იყო თუ სწორედ ეთყოდნენ იმ ხელისუფლებას რა შეიძლება მოყვეს და სერიოზულად რა შეიძლება მოყვეს ხო ეს ამ ზარალს ეს ქვეყანა არ მიიღებდა კაცო ამიტომ ცოტა მე არავისთან მე თეკლა ერთი რამე ვიცოდე მე რუსეთში სამოქალაქო პირებს არ ვიცნობ რატო არ ვიცნობ იცი ბუნებრივად არ ვიცნობ მთელი ოჯახი მყავს სამხედრო და მიტო მე უთერთობა მაქვს მე ამ სამყაროსთან მაქვს კაცო მე არ ვიცნობ შეიძლება ეხლა ცოტა ვიცნობ რა რომ აი ესენი ბიჭო რავი სულ იმათთან საკუთო ხან შვილზე ხან სუვოროვზე ხან იმაზე ხან იქ რაღაცა ხდება ხან გადაყვანა უნდა ეხლა ქართველები არიან იქ კურსკი რაღაცა იჭხუბა და იქ ურეკა ვის დაურეკო დეპუტატ დაურეკო გოსდუმის აი კურსკში ვიღაცა მიჭხუბა მეთქი ქართველმა და მაიტა რაღაცა მიშველი მეთქი სამხედრო მიჭხუბა რა ხო ანუ მე მაინც იქამა ბიჭო რაღაც გეუნებით ხალხო რომ ბიჭო ეს არ არის რიგითი ცემა თურმე მართალი ყოფილი ვარ კაცო ტყუილი არ გამიგიჟებია თავი ხო ამის დედავატირეთო ეს ამ ქვეყანაზე აისახებათ ეკლა აგერ ნახავთ აგვისტოს ტურიზმი როგორ იქნება იმის მაგივრად ხელისუფლებამ რომ დაუშვათ ზომები კანონით მიდგომოდა არ გეუბნები კანონით მიდგომოდა არაფერი არ მოხდებოდა ხალხო დამიჯერეთ საერთოდ არაფერი არ მოხდებოდა ის იქნებოდა მიხედვით გამოაცხადა პოლიცია რასაც აცხადებს განცხადებას როცა აკეთებს სამართალდამცავი სტრუქტურა ავტომატურად ხელისუფლების განაცხადია ეს ყველაფერი და მათი პოზიცია მოვისმინეთ ხო? გამართლება იმიტომ იცემა რომ ბოდიში და გადმოაშარდა. ხო, ნუ რაც არის, არ მაგან დაანებით უკვე თავი. მაგან ჩაიარა კაცო. ჩაიარა ამ ინციდენტი, ანუ თქვენთვის არის ინციდენტი, იმათვის არის პროექტი. და ამ პროექტმა ერთი დმოს გვიგებენ. ეხლა მთელი არსი და არის ეხლა ამ საქმეს. როგორმე გავაჩეროთ რუსოფობია, რომ არ მივიყვანონ, არ იძულებული არ გავხადოთ ის ქვეყანა კონფლიქტში შემოვიდეს ამ ქვეყანასთან.
მთელი ჩემი ეხლა მოღვაწეობა იქ რაც არის რეკვები, აი მთელი ჩემი აზრი არის ეხლა მაგაში, ეს პროექტი ჩაუგდოთ. ვისაც გინდა დაუპირისპირდები მაგის გულისთვის, ჩემ საკუთარ შვილსაც. სათქმელი მომიჭერით. სათქმელი მომიჭერით ისეთი ტექსტი. მაგათ უყურე რატო გეუბნები, იცი? ეს სიმხელა პრობლემა შეიძლება ამ ქვეყნისთვის იყოს თეკლა. რო ხვალ მე და შენ აი როგორ გითხრა რა იმის დრო არ გვექნება რო რა ქვია ვინ არის ტყვანი და ვინ არის მართალი რაც შეეხება ამ შუქის გამორთვას და ის სახელმწიფოების ის რო არის რამდენად იყო ეს დივერსია თეკლა ნუ ვიტყუებთ თავს და ნუ ვიდებილებთ თავს კიდე ამ ხალხს ვეუბნები ჩვენო შექმნით საგამომძიებლო რომ ის ძიებაო საბოტაჟი იყო თუ არა მე გეუბნებით აგერ კაცო არ იჩქარო და არ ფული ხარჯოთ რაღაცაში კაცო იმაში აფხაზეთის მხარე ზის ოპერატორი რასე დებილობთ აქა ეს ქართველები რა სინგიჟეებში ხართ და ამდენი წლებია ბიჭო 19-20 წელი ეგეტრები არ მოხდა და რატომაც ამ ინციდენტის მერე მთელი ქვეყანა გაითიშა ხო არა მაინც ერთი რამე გითხრა რა ამ ინციდენტის მერე ქრონოლოგიას მიყევით კაცო ამ ინციდენტის მერე ტურისტების გადინება დაიწყო, თურქეთში გადასვლა დაიწყო, იქიდან ტუროპერატორებს რუსეთის სპეცსამსახურება რაღაცა საინტერესო მესიჯები გაუშვეს, გაიგეშე და ამ დროს მერე კიდე რო აგრძელებთ რუსოფობიას, ერთხელ გაგითიშეს. ესაო ტექნიკური იყო, კაცო, არაფერი ტექნიკური იყო, ბახ მეორე გაგითიშეს, ტექნიკური იყო. ესე იგი საერთოდ არ ჭირდება შენთან ტანკები და რაღაც ქვემეხები ისე ჩამოგაქცევ მე ასე გამოვიდე და თქვა ეთქლა რომ აი ხო გეუნებოდით ხალხო მე მართალი ვიყავი არ მეტყვის ეს ხალხი მე კაი ხა მაგის დრო აი შენ მართალი იყავი თუ არა ქვეყანა როცა ზიანდება მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე მართალი იყო და მეთქვა კიდევ ერთხელ გეუნებით იქ რუსეთშიც ნუ იტყვებენ თავს ყველა ტუროპერატორს აქვთ მისული მესიჯი მისული აქვს ვიცი და იმიტომ გეუბნებით ყველა ვისაც საქართველოში წამოსვლა უნდა ეკითხებია რუსული იცი შვილო რომ მიდიხარ იქ თუ ინგლისური იცი რატო ეუბნებიან მაგას თანაც უყურე ესე იგი ეს ყველაფერი თეკლა შეიძლება არ მომხდარიყო შეიძლება იყო ამის რესურსი ყველაფერი თქვა არ შემილია სწორი ზარები რო გახორციელებულიყო სწორი პოზიცია რო დაჭერილიყო იქიდან აბულაძეს იმას კი არ თქო და წამო სახში ფანჯარაზე რუსმანი მიმიჭედე კაცო არ ჭირდება მე არავის არაფერი შენ ნუ ითქვიფები შენ ნუ შემოდიხარ ამ ჭაობში კაცო არ არის ეს შენი საქმე ამას ვეუბნები შენ თუ რამე შეგიძლია მოუწოდე რომ ბიჭო ხელისუფლებას თუ გაქვს კონტაქტები ხო დაურეკე უთხარ ბიჭო აკა ძალიან აღერვდნენ ამას მოყვება ეს ზომები მიიღეთ ყოფილვარ მართალი შეუძლია ვინმე მე ხა გააჩეროს ეს პროცესი გიდ მოსკოვში და გიდ აქა შეუძლია ვინმე გააჩეროს დამირეკოს მოხსენი ბლოკი და მითხრას რომ მე შემიძლია გავაჩერო ვერავინ ვერ გააჩერებს მაგ პროცესს უკვე მაგას ნახავთ აგვისტოში კაცო კიდე ბატონო ესეთი რაღაც კითხვაც გაჩნდა ეს ქალბატონები პროვოკატორები შეგნებოდ მოგზავნილი ხო არ იყვნენ და ამას მნიშვნელობა არ აქვს რეალურად არ იყო სახელმწიფო ვერ დადგა თავის დონეზე იქ დაიხატა სურათი ესე რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ტურისტების უსაფრთხოებას ტურისტებიდან წერენ სასტუმროს ჯავშნები აღარ მაქვს საერთოდ და ხალხი რუსეთიდან აღარ გადმოდიან ნიკლა ულოცავ თურქეთს ტურისტების გაზრდას ჩვენ რო საქმე გაუკეთეთ მაგას ამას ისე უნდა მოგეწადინებინა ისე უნდა აი ამას თქლა კიდევ ერთხელ ეს შეიძლებოდა ამის აცილება ხო ვიცი რომ მისმენენ შეიძლებოდა კიდევ ერთხელ გეუბნები პირველად კი არ ასემეს კაცო რატო გაიგიჟა თავი და ესეთი აი ესე არაადეკვატურად როგორ გამოვიდა ეს აბულაძე კაცო რა გაჭირს ამბავს კაცო ის დაეწყო ფსიქოზი თურმე აი ამიტომ დაეწყო რომ პროცესს ვეღარ გააჩერებს კაცო
იქაც არიან მეხუთე კოლონა დაარქვით, ქართველთ მოძულე დაარქვი, ვინც გინდა დაარქვი, კაცო მტრები არიან, რომელსაც უნდა რომ ის კი არ უნდა რომ ქართველს ცუდი გაუკეთოს, ის წლებია აი ამ სიტუაციით მილიარდებს აკეთებენ ხალხო. ქვეყანა იძენს სტრატეგიულად რაღაცა ეკონომიკურ რაღაცის სტატუს, მნიშვნელოვან სტატუს გეოპოლიტიკურს. შენ როგორ ვიქო, რამდენი ჩვენი მეზობელი უნდა რამდენი ჩვენ მეზობელს უქმნით საფრთხეს ეკონომიკურს. რამდენია დაინტერესებული რომ ამ ქვეყანაში ეს არ მოხდეს. მარტო იმაზე კი არ არის იქ ვინ დაარტყა, გადმოაფსა არ ეს ბიჭო გაანებით ამას ჩაიარა ამან კაცო რამდენჯერმა გაიმეორთ ერთ როგორ არ მოგბეზდათ კაცო თემა შედეგი რა დადგა შედეგი რა დადგა შენ ისე ეხლა კიდე ის ვარჩიოთ ვინ იყო მწვანე ვინ არა რა მნიშვნელობა ფეხებზე მკიდია ვინ იყო ტყუილი ვინ იყო მართალი შედეგი დადგა ის რომ მილიარდ 300 მილიონი დაკარგა ქვეყანამ სტატუსი მიიღო როგორც არაუსაფრთხო ქვეყანა და იქიდან ბლატი გვანახეს სიგნალი მოგწეს რომ შეგვიძლია 1 საათში ბლად ქვეყანა ჩამოვაქციოთ ვაფშე ჩაგაბნელოთ სულ ყველა ეგ იცი რა შეშა შენი ყველა სპეცსამსახურები პოლიცია თავდაცვის სამინისტრო ანუ შენ ყველა კონტროლზე ხართ უკვე ერთი კნოპკის ხელის დაჭერით ამდენს აქ ვერ ფიქრობენ ან იქ მოსკოვში აი ეს მოხდა თეკლა ატა ნახე კომენტარებში ხალხი გვეხმაურება და სხვა რეგიონებიდან ფასანაურიდანაც გვითხრეს ახლა მოგწერეს რომ ფასანაურში რესტორან გუდაში პუტინის ფიტული უკიდია ცუდი ტექსტით და რუს ტურისტებს არ ემსახურებიანო ან ნახეთ ხალხნო რასაც ბატონი პატა ახლა ამას იძახდა თავის გადაცემაშიც და აღნიშნა რომ ბათუმში აჭარაში ეგეთი ტექსტებით არის რესტორნებში წარწერები გიფურთხებენ ხინკალში ხაჭაპურში და ასე შემდეგ ბატონი პატას თქმაც რომ არ დამჭირდეს კომენტარებში თქვენ თავად წერთ ხოლმე ამ ყველაფერს და რა ვიცი ვისაც დანახვა უნდა დაინახო და რეალობა როგორიც არის. ამ ხალხს ერთი რამე მინდა უთხრა რა. აი ერთი ქალბატონი ყავს. მეტი ამ ქვეყანაში მე არავინ არ მყავს კაცო. თქვენ როგორ ფიქრობთ? არა მაქვს იმის საშუალება რომ ამას მოვკვიდო ხელი და წავიყვანო და სანამ რაღაცა მოსკოვში შემძმასთან იცხოვროს. სანამ რაღაც თუ იქ ვიწყლით მომწოდებელი არ მყავს. თუ მშვიდად ვერ ვიქნები. თუ ჩემებთან ვერ ვიქნები. ბჭო რამდენს უთქვეთი პატა რა სინგიჟე ტანი ბიჭო განები ამ ხალხს თავი ამათიდე ბიჭო ვეუბნები არ არის ეგრე ხალხო უყურე როგორ არის იცი ეს ხელისუფლება დღეს არის ხვალ არ არის ქვეყანა ხორჩება კაცო როგორ ეთი შევინმე გადახედა აზერბაიჯანულ საიტებს ამ ინციდენტის მერე ვინმე გადახედა ორჯონიკი ცხინვა საიტებს აფხაზურ საიტებს ასე ხარ რა მნიშვნელოვანი გახადეთ თქვენ აფხაზეთის კურორტის აკყვავების აუცილებლობა რუსეთისთვის აი თქვენმა ეთმა ხელისუფლების ესეთმა დეგენერატულმა პოზიციამ მიახვედრეს აფხაზებმა ეგრევე ბიჭო რუსეთსო ხილში ხართო კაცო ბიჭო აკავ პიცუნდამა გაგრამაკო ეშერამაკო და თქვენ ბიჭო ვიღაცა მაგუთიან აქ ჩაგდებული ხელში 64 და აქედან გამომდინარე ხდებით ბიჭო ამდენს როცა უყურე მე ერთი რა ეხლა მე მამუკასთან მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყოველგვარ კრიტიკას ყოველგვარი აი იქიდან რომ აგინონ კიდევაც ხო მე პასუხს აღარ გავცემ გამორიცხული მე აქეთ მოუწოდებდი ხალხს ეხლა ძალიან აინტერესებს ეხლა ხალხს აბულადია მართალი თუ ეგ აღარაფერს აღარ წვითავს კაცო ფაქტი არის რომ ჩვენ უდიდესი დარტყმა მივაყენეთ ჩვენ სახელმწიფოს ყველა ლიბერალმა არალიბერალმა რუსეთის ფლანგზე მოთამაშეებ ხელისუფლება ყველა ერთად ეს ქვეყანა დავაზიანეთ კაცო შენ როგორ ფიქრობ თუ კი ეხლა მშენებლობები მიდის და ის 100 მილიარდი რო გადაერიცხა კირიენკომ თქვენ როგორ ფიქრობთ იმ 100 მილიარდს რამდენი 100 მილიარდი დაემატება კიდევ რომ რაც შეიძლება სწრაფად აშენდეს იქ ყველაფერი ამას რატო არ ფიქრობენ იქ კაცო
მე ვიცი თეკლა უყურე მეც მირეკავე რომ პატაო შენი ისაო განცხადებებიო ჩვენ ტურიზმსო ურტყავსო ბიჭო ასე ხარა დეგენერატები არიანტო კაცი რომ მაგას ამობს ესე იგი ჯერ მადნობა რომ ესეთი მაღალი წარმოდგენა აქვს ჩემზე რომ თურმე მე რა ვამბობ ბიჭო ეგ რო არ მოხდეს თავი გავიგიჟე კაცო თელი მოსკოვი რუსეთის და არა მარტო რუსეთის ესენგეს ქართულობა ვალაპარაკე კაცო ეგ რო არ მინდოდა მომხდარიყო ამ ქვეყანას ეგ სტატუსი არ შეეძინა კაცო სულ გავიგიჟე თავი მაგრამ მაინც მოხდა მოგვიგეს ქვეყანა დაზიანდა ქვეყანამ ზარალი მიიღო ქვეყანამ მიიღო სტატუსი როგორც ტურისტის უსაფრთხოების დაბალი დონე ეს იცი რამ ხელა რამეზე მუშტა ამით ისარგებლებს რა თქმა უნდა შენ რო იყარ ისარგებლებდი აფხაზეთის კითხვა მაქვს რა თუ შეიძლება როდესაც ამ თემაზე საუბრობთ კომენტარებში დაიწერა რამდენიმე ადამიანის დამუთვა მომიწია იმიტომ რომ ცოტა ბილწიტყვაობაში კი არა და ზედმეტ ბილწიტყვაობაშიც გადავიდნენ მაგრამ იყო კომენტარი ესეთი რომ მისი შვილი რომ მოეკლათ აფხაზეთში ესე თუ იჭიკჭიკებდა ამ ტექსტით მაგრამ მინდა აქ ამ ადამიანებს პასუხი გავცე მამა ჩემი აფხაზეთში დაღუპული ნაბრძოლი ადამიანის შვილი ვარ და ჩემმა შვილმა იგივე ტკივილი არ მინდა განიცადოს ხო და ამისთვის ვიბრძოდა თუ ვინმე იმის თავი გაქვთ რომ იბრძოლოთ და რამე რუსეთს ომით წაართვათ რაიმე და ომით დაიბრუნოთ მაშინ გამოიღვიძეთ და ჩემს ქვეყანას ომის ქარცეცხლში ნუ გახვევთ და მინდა აქვე აღვნიშნო აფხაზეთის ომიც ცხინვალის ომიც სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციების შედეგები იყო გავიხსენოთ აგვისტო ახლოვდება ბატონო პაატა აფხაზეთშიც მაგ პერიოდში დაიწყო ცხინვალის ომიც 2008 წლის ომიც მაგ პერიოდში დაიწყო და ეხლაც ძალიან გააქტიურებულები არიან ბრიტანული დაზორვა იქნება ეს ამერიკული თუ ვინც გინდა იყოს ჩემი ქვეყანა არ უნდა დაზიანდეს ჩვენი შვილების თაობა ახალ ომში არ უნდა ჩაებას მე ვატყობ რომ ეს ყველაფერი ბატონო პაატა გარდაუვალი პროცესია და არ აღწევდა იმიტომ რომ ჩვენ თვითონ როგორც ქართველები არასწორ გზაზე ვდგევართ და რაღაცებს ვერ ვუყურებთ სწორი თვალით მე იმ ერთეულ ადამიანებს და ათეულ ადამიანებს ზე არ ვსაუბრობ ვინც ჯანსაღად ვუყურებთ ამ პროცესს და ვიაზრებთ რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს მაგრამ ხო ხედავთ ძალიან ბევრია ესეთი აზროვნების რომ აი ჩვენ რუსეთს ბოდიში და პუტინ რაღაცას შევაწყობთ თუ მივაყენებთ ამით აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებენ და დავიბრუნებთ ბრძოლის მეთოდად მიაჩნიათ ეგეთი სისულელეები და ჩახდა საზღვრისპირას და ასე შემდეგ ხო ხედავთ ამ რეალობას მეკლა ბიოლოგიური მტრები არიან ბრიტანელები და ფრანგები ბიოლოგიური მტრები ესე იგი რაც გერმანიამ და რუსმა ხალხმა ერთმანეთში ხოცეს მაგრამ 34 წლის თავზე რა ვიცი კარგად იყვნენ სანამ ეს 22 წელი არ დაიწყო კიდე კარგად იქნებიან მე უყურე რატო გეუბნებით ხალხო თქვენი ნებაა კაცო რავი თქვენი მე უფრო სხვა რამეს გეუბნებით თქვენ მაინც იქით გადადიხართ ესაც ბიჭო რა ხალხია რა გითხანს ესე ვერ გზადდება კაცო ესე რასაც თქვენ ამბობთ ეს არ არის პაიკი რომელიც დედოფალს გააცოცხლებს კაცო ეს არის ჭაობი თქვენ მაქედან ვერავზუს ვერ ამოხვალთ რატომ იცი თქვენ რომ მართლა აფხაზეთი გენერირებოდი და საქართველოს ტერიტორია აგერ ბატონო რაღაცა აგერ ტყვის გაუსრელად ქართველებმა დავიძინეთ და რო გავიღვიძეთ აზერბაიჯანის მესაზღვრებიდანან ცოტა აქეთ ჩვენსკენ გარეჯში ბიჭო ერთმა მაინც თუ რამე გვეთქვა რომ ბიჭო რა ვიცი აქეთ იმპერიას ეჭიდავებიან და აზერბაიჯანი მტერი არაა გარეჯი ვინც საკუთო ის არ მესმის რატო იცი უყურე როგორ შენ ტერიტორიას როგორ ზომავ რომელი უფრო ფასეულია თუ რა ის არის ხო შედი რატო ხმას არ იღებთ იმის პრეზიდენტი აქ რო ჩამოდის და რო გეუბნება და ძეგლი დაუდგით ბიჭო ძეგლი დაუდგით კაცო ეს ხალხი მე მელაპარაკება აფხაზეთის სხვათა შორის სამი ტყვია მაქვს მოხვედრილი კაცო მაგ აფხაზეთში მე მაგას მე ვერ მივიღებ კაცო მაგრამ კიდე გადავიდეთ მაგ თემიდან ამიტომ შეგიძლია მე აი ვაცხადებ რომ
პრობლემა ამოწურულია, პირადული პრობლემა ამოწურულია, არაფერი, მაგრამ უბედურება ის არის და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩემი სიმართლე გამართლდა. მე არ ვლაპარაკობ მოგონდის. თქვენ თვითონ გადახედეთ სასტუმროებს და თქვენ თვითონ გადახედეთ ტურ ოპერატორებს. სიამოვნებით ვისტუმრებ მეორე მხარეს ბატონო პაატა და ვასაუბრებ რატომ არის ამ პოზიციაზე და საკმაოდ კრიტიკული კითხვით მექნება ამიტომ რომ პოზიციაზე აღარც იქნებიან არავის აზრი აღარ აქვს. იმანთვათ მიხვდნენ რომ საკუთარი პოზიცია ხო დააფიქსირეს ბატონო პაატა. ხო, თეკლა, ერთი საკუთარი პოზიცია. არ დასასულა ერთ განცხადება. თეკლა, ერთი წუთი. საკუთარი პოზიცია და იმ სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ოფიციალურმა სათვისტომოს ხელმძღვანელმა. წერტილი. დანარჩენი არის ყველა ინდივიდუალურად თავის პოზიცია, თავის ინიციატივით. მე რო ვყიროდი, აბა გაიხსენეთ ჩემი მასში, რომ ოფიციალური სახელმწიფოს პოზიცია არის ეს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეს და გამოიწვია ეს და არა ის, რასაც შენამობდი, კაცო. ქვეყანა დაზარალდა, ყველა დავზარალდით, ყველა. პროცესი, კაი, ეხლა მაგას გაეშვით, კაცო, ეგ ისეთი ჭაობია, რამდენსაც ილაპარაკი იმდენ ჭაობში ჩავეფრებ. ეხლა თელი არსი უნდა გადავიტანოთ იმაში, რომ ეს პროცესი გააჩეროთ, კაცო. იმათ ეხლა თავში აზრი აქვს ერთი რამე, რომ ეს ის რომ აქ ხელისუფლების ჩამოგდება, იქ რაღაცა მეიდანები, არა კაცო, აი ყველაზე ადვილი გზა, კაცო, კონფლიქტის დაწყების. აი ყველაზე ადვილი გზა, კაცო. პროცესი უნდა გაჩერდეს, კაცო, ამ რუსოფობიების. ეს პროცესი სანამ არ გაჩერდება, გეუბნებით მე არარც ბატონ პაატა, რამოდენიმე წუთი გაგიჩნდეთ მიკროფონი სანამ ზარი გაითიშება და მინდა ვუპასუხო კომენტარში, რომ სტუმრად ესე ამოყვანა არ ხდება ხოლმე, სტაბილური სტუმრები მყავს ხოლმე სხვადასხვა დღეებში, თავისუფალი ლაივები არ მაქვს, სადაც ყველას ესე ამოვიყვან სტუმართან სასაუბროთ, იმიტომ რომ ეს გადაცემა მე იჭრება და სრულად იდება ხოლმე სხვადასხვა სოцქსელებში და ამიტომ ვინ ამოვა, როგორ ამოვა, ეგეთ რაღაცებს ქალი ვარ ვერ გავაკონტროლებ, ამიტომ არასდროს არ ვაკეთებ ეგეთ რაღაცას. ბატონო პაატა, ჩაგირთავთ ეხლა მიკროფონს. ერთ მიკროფონი არ არის ჩართული. იქნებ თქვენი მხრიდან ჩართოთ, დააჭირეთ თქვენსავე ეკრანს თავ. ხო? და ხო ჩაითო. კი. თემა ეხლა კიდე გეუბნებით, თუ შეუძლია სახელმწიფომ რომ ეს პროცესი გააჩეროს, ჯერ ვერ ხედავ. ჯერ რამე ზომები მიიღოს სახელმწიფოს ამ პროცესის, ამ პრობლემის გადაწყვეტის ვერ ხედავ. მე ვერ ხედავ. პროცესი დაწყებულია. გუშინ მოწოდება იყო რომ ამ რუსის სახლთან შევიკრიბოთ, ვიღაცა რუსის სახლთან, აქცია მოუწყოთ. ანუ დაკუქეს მანქანა. მე ვეუბნები, ეს მიგვიყვანს ძალიან ცუდ გზამდე. იმდენი, ესე ვთქვათ, SVO-დან მირეკავდნენ სამხედროები, იმდენი მირეკავდა, блядь, что у вас там такое, а? ეხლა იმან რა იცის, ხო? იმან იცის ერთი რამე, რომ ამან სემა რუსი. всё, რა მოხდა, როგორ მოხდა, აღარ აინტერესებს, კაცო. აი ეს იყო ჩემოთეკლა. კიდე ერთხელ ვამოფრა, რომ არაფრით არის პირადული, არავით არის ისა, რომ გრძელდება ჩვეულებრივ ურთიერთობა და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ დათო ცეცხლაძის განცხადებას რაც იყო დღეს გამოაქვეყნა, ყველა სიტყვაზე უწერ ხელს და ვამოფრო, მე პერსონალურად შევწყვიტე კრიტიკა, რატო იცი, აზრი აღარ აქვს არაფრის კრიტიკას უკვე. და ისთვისაც მინდოდა ეს კრიტიკა ყველამ წავაგეთ. ცეცხლაძემაც წააგო, ფიფიამაც წააგო, თეკლამაც, კობახიძემაც, ბიძინამაც, რა ვიცი, ხოშტარიამაც, თელმა საქართველოს წავაგეთ. რა ოცნება მე რუბიოსთან დაიწერა ქულები და დაანახა რომ ჩვენ სადვდგავართ. არ არის ეგრე თეკლა, არ არის, იმათანაც განხორციელდა ზარები. არ არიან კაი დღეში. არ
არიან, ეგაც ვიცი. მაგრამ რა აზრი აქვს ეკლა, რამე გამოვასწორებ, მიდი ვინმე შეუძლია გააჩეროს პროცესი, გააჩერეთ მიდით. ხო ყავს იქ წარმომადგენელი სექციის უფროსი, შეუძლია გააჩეროს პროცესი. ვერავინ ვერ გააჩერებს. ეს იგი ტყუილი არ მიყვირია, ხო? რა აზრი აქვს ეხა ერთმანეთში ჭხუბს და კაჭაობას? ვინ მართალია, ვინ მტყოვადია, ფეხებზე არ კიდია ფეხებზე არ კიდია ხალხს. აი გაფიცებ ყველაფერს რა. ეგ არის გამოსავალი? რადგან ბატონო პაატა ჩვენ გვაქვს და რეალურად საუბარი ფიზიკურ დაღუპვაზეც, სულიერზეც უნდა ვისაუბროთ, რა მდგომარეობაში ვართ. და მეორე ნაწილში მინდა ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის თემაზე გადავიდეთ და ვისაუბროთ. ოღონდ ეს აუცილებლად სასაუბრო თემა არის და რამდენად მნიშვნელოვნად ჩართვლით, მე მგონი რომ მნიშვნელოვანია თქვენთვისაც, ესე მგონია. საზოგადოებაში სადაც რეკლამა უკეთდებათ ადამიანებს, ვისაც აი ესეთი აზროვნება აქვს, რომ ყველაფერს წმინდას გაგვინულებენ და თქვათ გაგვილანძღავენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ. რა, ახლა იქიდან ახლა ატყდნენ რა. ხო, გისმენ. ყველაფერს წმინდას როცა შეურაცხყოფას აყენებენ და მიწასთან გვისწორებენ და ამაზე რეაგირება არ აქვს და პოპულარიზაციას უკეთებენ ესეთ ადამიანებს, ტელევიზიები აპიარებენ. რა იყო ეს? ესეც კიდე ერთ-ერთი ბოლო პერიოდის განმავლობაში მე ვფიქრობ, კარგად დაგეგმილი შეტევა არის ყველაფერ ქართულზე. ეს პატარა ინციდენტები რაც არის, თუნდაც ვეფხისტყაოსნიდან დაწყებული, რაც გინდა იყოს და აგერ ნოდარ დუმბაძის ამბით დასრულებული, ეს საზოგადოების ნიღბის ჩამოხსნა რა მდგომარეობაშია ახალგაზრდობა და რაზე ვდგავართ და რაზე გვაქვს წვავე რეაქცია საზოგადოებას და რაზე არ გვაქვს. აი იმის ტესტი გამოჩნდა ფაქტიურად და ნოდარ დუმბაძის ამბავზეც მინდა რომ ისაუბროთ და თქვენი აზრი დააფიქსიროთ. ეგლა კიდე მე გადაცემაში და ახლად გავიმეორე, მეტი დასამატებელი მე არაფერი არ მაქვს. იმ ბავშვს ნოდარ დუმბაძე ვინმე მასწავლა. ვინმე სკოლაში არ მინდა ეხლაც გეუბნებით, აიღეთ ნებისმიერი წიგნის სკოლის, ნებისმიერი კლასის და მანახეთ იქ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები. რატომ უნდა უყვარდეს ბავშვს ის მწერალი, რომელიც გარტყმაში არ არის ვინ არის? მაგისა მწერლები ფიქრობს კაცი, რავი, ასობით არის. როცა ეს ადამიანი წლები, თვეების განმავლობაში ამაზე ხუმრობდა, კაცო ის ფიქრობდა ტაში ვიკრავდნენ კაცო ამაზე. იცინოდნენ და ბიჭო რა მე მეგონა რომ ეს იყო კი არ ვამართლებ კაცო საერთოდ არ ვიცი რომ ერთი სოდომიტია ყველაზე კატასტროფა იმ ერთი ადამიანის ხუმრობა არ იყო იქ უამრავი იცინოდა ამაზე იგლა თქვენ მაინც უყურე ნოდარ დუმბაძის შემიწუხო ისაო შეურაცხო ანუ კიდე თუ პლანკა დაბლა დაწიოთ ჯერ ესეთი იმ ბავშვს არავინ არ ასწავლა ვინ იყო ნოდარ დუმბაძე ჯერ ესეთი არავინ არ ასწავლიან სკოლებში ვინ იყო ვაჟა ნოდარ დუმბაძე აკაკი წერეთელი მართლმადიდებლობას არავინ არ ასწავლის ვეფხისტყაოსას ასწავლიან თეატრებში ჯუჯუ ამოყრილებით კაცო რასაც თესავთ იმას იღებთ კაცო ის ბავშვი პირიქით გააბოროტეთ თქვენა თუ რეალურად მრავლობით შეგვიწევს საუბარი თორე კონკრეტულ ადამიანებს ეს არ გვეხება ეს ვიცით ისედაც იმიტომ რომ სისტემის შედეგი და პლუს ამას საპირწონედ რა გააკეთა ამ 14-15 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მე ცალკე უბედურებაა კიდე. ერთი ჯუთით. კიდე გეუბნებით. ეხლა რო თაობა მოდის ის არ შეაგინებს. იმ ბავშვებმა იციან ხელისუფლებას არ წაკითხული ნოდარ დუმბაძე კაცო. კულტურის მინისტრს წაკითხული თუ აქვს ნოდარ დუმბაძე ვინ იყო კაცო. ბიჭო რას მიადეკით ამ ბავშვი ბიჭო რა ვიცი ეს ბავშვი უყურე რა ვიცი წმინდა თამარ მეფე პრეზერვატივზე იცვამდით ქვეშობერ დაგლებოდ და იმით შეგსაუბრდით და ჩემი ერთი ნოდარ დუმბაძე გაგიტყდათ კაცო ბიჭო რაც თესავს ბიჭო რა თუ იგიჟებ ბიჭო აი სუ გამაგიჟებს ეს ხალხი ხოლმე რა ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მეაყენა და წავიდეს სემეს კაცი გაგიჟდა ბავშვი რატომ მითხავენო კაცო რავი ივან ვაფშე პატრიარქს აგინა და რავი ხმარა მოგიღია ქვეშობელ დაგლებო
ვაფშე ხმარა მოგიღეთ პატრიარქის ენას სიძულვილის ენა ეძახო და ოცნება გაიხსენეთ კვიციანს რომ გაუთიშეთ კაცო მე ხო შემიძლია ვთქვა რომ ეს გაუზრდელი არც ნოდარ დუმბაძე იცის არც ის იცის არც ის იცის და ეს მეც მაგას ვიტყვი შეგონი არ ვიცი მაგ სიტყვები სისტემის მსხვერპლები არიან თეკლა ყველა ეგ ჩვენი ყველასი დაღუპოა ახლა იქ რაც ხდება შემატყებით გინდათ შეაყვაროთ დუმბაძე და ის აკაკი წერტელი პრობლემა ჩვენში ხო არ არის კაცო იმ ბავშვმა რა იცის ვინ არის ნოდარ დუმბაძე ხელისუფლებამ თუ იცის ნოდარ დუმბაძე კაცო ჩვენ ხო ის ბავშვი გავზარდეთ ჟენევის კონვენციებით აბა კითხე ჟენევის კონვენციები სულ მამაო ჩვენასავით ჩამოგიხრის აბა კითხე ჰააგის ტრიბუნალის რაღაცები აი პაპა იგი ხაპასუპით ჩამოგიხრის კითხე ვინ დაწერა კაცი ადამიანი საერთოდ იცის ეგ ნაწარმოები რო არსებობს ფიზიკურად ვინმე მასწავლა წიგნი მომიტანეთ მეთქი კაცო წიგნი მეც მყავს შვილიშვილები აქა კაცო და იმათაც ვიცი რასაც სწავლიან წიგნი მომიტანეთ წიგნი და მანახეთ რომ აი ნოდარ დუმბაძე თეთრი ბაიარაღები რაღაცა ხო არის ნაწარმოებები კაცო აღარ მახსენდება რა რა გინდათ იმ ბავშვს ყველადოსი ყველაზე ზე ადამიანური ნაწარმოები ბიჭო რა გადაიგიდეთ ამ ბავშვს კაცო იმაზე ხმარა მოგიღებია და წმინდანი პრეზიდენტ ვაფშე გამაუგნებელი ხმა კი არა მოგიღიათ ტელე ეთერში დააჯინეთ კაცო ტელე ეთერში დააჯინეთ და კიპათ წარმომიდგინეთ ამაზე ის ბავშვი მაშინ იქნებოდა ალბათ 10 წლის და ესე იზრდება რამე კი არ შეცვლილა ეხლა კი რამე კი არაა შეცვლილი იგივე მიდის კაცო ხო თქვენ გახალდა ვინც ჩვენს იმას შეაგინებს დინგში მოხვდება დაიღლებით დინგში თქმით კაცო ის თაობა წამოვა მე აქეთ შემოგიტრიალებს ხელს კაცო უფრო გამოროტდება ჩვენ წმინდანებზე ავტორიტეტებზე კაცო ამით ეს პრობლემა არ იხსნება ამით ვერ მოვაგვარებთ ნოდარ დუმბაძე კი არ უნდა იძულო ნოდარ დუმბაძე უნდა გიყვარდეს კაცო თამარ მეფე საფიცარი უნდა ყავდეს ისე უნდა გაზარდო ბავში იმაზე კი არ უნდა იფიქრო კემბრიჯის უნივერსიტეტში სოდომიზმში როგორ დაამთავრებს კაცო რაც დათესეთ ისაც მიიღეთ კაცო რატო ჩემი თაობა აგინებს კიდე ერთხელ ვიმეორებ იმიტომ რომ ჩვენ გავიზარდეთ ვეფხვის ტყავოსანზე ნოდარ დუმბაძეზე გიორგი სააკაძეს ატრიალებდნენ მე ბებიკო ილიკო ილარიონი აი მახსენდება რა ნელ-ნელა ხო ჩვენ გავიზარდეთ დათო ყიფიანზე ვიტალი დარასელიაზე ვერიკო ანჯაფარიძეზე თენგიზ არჩვაძეზე მუსხელიშვილზე დიდი მეცნიერებზე ჯავახიშვილზე ეხლა რაზეზდით ბავშვის რა ავტორიტეტებიც ყავთ იმის თაობა ყავს იმის მიხედვით ეხლა რაზეზდით ბავშვის ამიხსენით კაცო იმის მშობელმა ბავშვის მშობელმა იმან თვითონ დაამთავრა კაცო ის კემბრიჯის და იქიდან რო ჩამოვიდა ხმის იოგებით შეეცვალა კაცო ხმის იოგები იმას იქიდან თუ კაცი წავიდა ქართული იქიდან რო ჩამოვიდა რატომღაც ხმის იოგები შეცვლილი აქვს და მე მინდა ტოლერანტობა მე მინდა ის არა გმობ აღშფოთებული ვარ და ანუ პიდარასტი ლატენტური არა იმას შეეძინა ბავში იმას გაეზარდა ბავში გეკითხებით თამარ ჩორგოლეიშვილის შვილმა რა უნდა არ უნდა შეაგინოს ბოკერიაშვილმა არ უნდა შეაგინოს პატრიარქს როგორ არ უნდა შეაგინოს კაცო ჩვენი კულტურის მინისტრის შვილმა რო შეაგინოს გაგიკვირდებათ აი პუდელი თოდარბეს რა ძალიან თქვენი რო ვარო რა ნუ გეჩინებათ ხალხო მაგ სიცილმა დაგუპათ ვერ ხედავთ ბავშვმა არ იცის რაზეს რა ბატონო პატარა რასაც მე უყვირი ვარ ათელი წელია და აღარც გამეცინო სიმართლეს ამბობ აკრიტიკებ იმ ადამიანებს ვისაც თქვენ გვეუბნებოდით ხოლმე რომ კარგები არიან და ხმამიეთ და კი არ დავიწყებია და არ მინდა გეჩხუბოთ და დამანებეთო მაგით კი არ გამოსწორდება კაცო იჩხუბოთ და ვიყოთ
რავით, მე მოვა დრო და დამთავრდება და აბა დავიწყებ სერიალის გაგრძელების ყურებას. არაფერი არ შეიძლება მეთქი, მაგრამ თუ მე მეკითხებით, მე გეუბნებით კაცო, ის ბავშვი გაანებეთ თავი. იმ ბავშვმა თვითონ არ იცის რაზე შემეს. იმისთვის ნოდარ დუმბაძე არის როგორც შენთვის დაუშვათ სინძენ პინის მძღოლი. არ გაგიზდიათ თქვენ ნოდარ დუმბაძეზე კაცო. ქართულად არ გაგიზდიათ. ეს ხელისუფლება რომ არ ცხოვრობს ქართულ ცივილიზაციაში, ხო? შედეგი ბიჭო, რატომ მართლდება ეს ჩემი სიტყვები მაინც-მაინცა? ეს რომ ქართულ ცივილიზაციაში ხელისუფლება ყოფილიყო, ეს თაობა უკვე ნუ დაუბრალეთ მიშას თაობას, ის მიშას თაობა გაანებეთ კაცო, იმედია გავიდა 14 წელი კაცო. აი ზუსტად მანდ ვარ. მე ნეგერი 24 წლის ბავშვი ბიჭები არიან და გოგოები კაცო. ერთი სრული თაობა გამოიზარდა უკვე. რამე შეიცვალა? უარესობისკენ წავიდა, როგორ არ შეიცვალა? მიშას დროს კი არ ვაკ, მე და მიშა ვართ. არა, ღმერთმა დაგვიფაროს ეგ. კაცო, ბიოლოგიური მტრები ვართ მე და მიშა, მაგრამ მიშას დროს შეგიძლია მომიყვანო ერთი ფაქტი მაინც, რომ გათხოვილ კაცს ან ამდენი მცდელობა ყოფილიყო პიდარასების, პარადების, რაღაცები აი ეს რაც ტარდება. ხელისუფლების პირობებში დაიწყო. მაგაზეც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, კაცო, რომ გაანებეთ კაცო ამ ხელისუფლებას, რატო გეუბნები? რატომ იყიდებს მეთქი, აი უყურე. აი ალბათ ეს ხალხი ვერ მაქცევს ყურადღებას, რაც სწორედ ვერ ვეუბნები, როცა გეუბნები. საქართველოში რატო იყიდებს ფეხს ეგეთი რაღაცეები? შეგიძლია აი წარმოიდგინო, რომ აზერბაიჯანში შეიძლება ეგეთი რაღაცა მოხდეს? აქ რატო იყიდებს კაცო? მე ვუყურებ ბატონო პატა ირგვლივ სამეზობლოს პოლიტიკას და თავიანთ შვილებს ეროვნულად, ტრადიციულად, ისტორიაზე ზრდიან. ეკლა თაობები მოდის ჩვენ სამეზობლოში საქართველოსთვის ძალიან საშიში. იმით უმეტეს რომ თქვენ მე როგორც გითხარით, თქვენ თავდებით კაცო, თქვენ არ იმატებთ, თქვენ თავდებით კაცო. თქვენ არა, ჩვენ. ხო, კაცო, მე ბიჭო 60 წლის კაცი რაღაცა შემიგე შვილი და ის არის კაცო, რა ვიცი მე რაღაცა შემიცა, მე დაბლა მივდივარ კაცო, მაღლა კი არა. ამიტომ უყურე ძალიან საშიში სიტუაცია იქნება მე. აგერ ხელისუფლებამ რაღაცაო ახალი ტექნოლოგიებიო, ქუთაისშიო, უნივერსიტეტშიო. ამ ხელისუფლებამ ქუთაისის ქუჩებში გაიარა. ეჭვმეპარება. პარლამენტში არ მოისურვეს იქ დაეტოვებინათ სიარული დაეზარათ, კარგით რა. ეკლა გაიაროს ქუთაისის ქუჩებში თბილისზე ნაკლებად კი არა გადაშავებული კაცო. ერთი ნახეთ იქ რა ამბავია. ვის უშენებს ამას? ვის უშენებს? იქ ქართველი აღარ იქნება იქ რო ისწავლოს. მაშინ ვის უშენებს კაცო? ქართული ფიზიკურად არ იქნება კაცო იქ უკვე. გადაიხი მე ხო არ გეუბნები თუ кайხანე ქუთაისში არა სამტრედიაში ხა მიდიან მაგრამ кай იქიდან ხო ყავს ნათესავი მიყავს თვითონ წარმოშობით ქუთაისელი ვარ. ინდურად მესალმებიან ხალხო. მიწები აქვს ნაყიდი, სახლები აქვს ნაყიდი, კორპუსებში აქვს ნაყიდი, ყველაფერი კაცო როგორც თბილისში, როგორც ჩვეულებრივად კაცო. ერთი ვამოყობდით რომ ერთი ქართული ქალაქი იყო ქუთაისი, პრაშაი. თქვენ კიდევ გახართ დუმბაძის გულის სისასტემთ. რა დუმბაძე კაცო? თანაც ეს ხელისუფლო ჯიგიტები რომ გამოვარდნენ სასამართლოზე. კი ბიჭო გამოვიდე მე მკაცე პირიქით. კაია ეს დიტო სამხარაძემ ეს რომ ხოდი გააკეთა ნორმალნა კაცო. პრობლემა მაგაში არ არის. მაგისთანები სპექტაკლებს დგავენ კაცო, მაგის სპექტაკლებს დგავენ. მაგბათ ტვიში დედის მუცლიდან კი არ წამოსვლია. მაგის შოუები იდგება ამ ქვეყანაში და ხალხი ტაშუქრავს და ცინის. შოუებზე და ორმაგ სტანდარტებზე რო გადავიდეთ ბატონო პატა ისინი ვინც აგერ ქალისცემას ეროვნულობა გააჩნია თურმე, ეგ არ ვიცოდი და მე ახლა აღმოვაჩინე რომ ძალადობას ეროვნულობა გააჩნია, რომელი ეროვნების არის, მაშინ თუ კი რუსია ან
წარმოშობის ძალადობა მოსულა ამ ხალხისთვის, მაგრამ აქ ერთ საპირწონეთ იმ ბიჭის გაწირვას ითხოვდნენ ბოლომდე, იმიტომ რომ დუმბაძის გამო ხელი დაარტყაო და აქეთ პირიქით გამოცვიდნენ და ყაყანებდნენ, რომ გმობ ძალადობა ზუსტად იგივე ხალხი. მე ამ ჭაობში ცხოვრობს ქვეყანა 34 წელია თეკლა. და ამ ამბავმა ყველაზე მეტად რაზე გამაოცა იცი? საშინელება ვნახე ბატონო პატა ერთის მხრიდანაც და მეორის მხრიდანაც საზოგადოების სრული ილუსტრაცია მოხდა რა დღეშიც ვართ. ეს თვითონ ერთი ფაქტის და მეორე ფაქტის ცალკე ამბავია, მაგის შემდეგ მთელი საზოგადოება სად დადგა და რა აზროვნების ყოფილა, ეს აღმოჩნდა რთულად დასანახი ჩემთვის. კი ვიცი, მაგრამ ყოველდღე მაოცებს ამ ხალხის მდგომარეობა და უფრო და უფრო მძიმდება რეალობა, რასაც ხედავ ხოლმე. მეკლა გაოცებს და იყავი ეგრე გაოცებული სულ. მაგ გაოცებაც დაგღლით კაცო. გაოცება აღარ იქნება ეგ მე თქვენი ცხოვრების აღლაზი არ არის ბატონო პატა, საბრძოლია. რომ ეს რაღაცით მაინც მოატრიალო, რაღაცით ხო უნდა ეშველოს ამ მდგომარეობას და როგორ ფიქრობთ, საიდან უნდა დავიწყოთ ამ ყველაფრის შველა? მარტო საუბრით ხო არ უნდა შემოვიფარგლოთ, რაღაც ხო უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ეს საუბარიც ხო ამ ყველაფერს ემსახურება, რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს და რაღაცა შევძლოთ. მეკლა თუ ხელისუფლება შეწყვიტავს ძალადობა არა მე არ მჯერა რომ რამეს შეწყვეტს. აბა თეკლა მაშინ თუ მაგის არ მე ხა ფიქრობდი რომ რაღაცა ისე რიგითი სიტყვები გითხრა. ეგ გაოცება შენი შვილისთვის იქნება ცხოვრების წესი. შენი გაოცებს მე პირობითად გეუბნები რა. იმ თაობისთვის იქნება ცხოვრების წესი მეთქი კაცო. ამ პროცესის გამჩერებელი ერთი ავტორიტეტი დამისახელეთ საქართველოში. მაგას ვიძახი ზუსტად გამოსავალი დავიჯერო საერთოდ აღარ არსებობს, რომ ამას მეუბნებით. ნახეთ, მე გამოსავალს ვეძებ. გამოსავალი მეკითხარით, სანამ სახელმწიფო არ შეიძენს უსაფრთხოების ქოლგას, რო ქართველ ადამიანს. ამას არ აკეთებს ბატონო პატა და ჩვენ რა უნდა ვქნათ? ამას ხო ხედავთ რომ არ აკეთებს. ტურისტის გულზე ასხავს ყოველდღიურად წყალს, ამას ხო ხედავთ. არ წავა ესე საქმე. თუ აზრთ მათმათხოვენი დავამთავრო ბოლომდე. არ წავა, დაში დავიღუპებით და ესე გაქრე პასუხი. დავიბრინდებით და მორჩება კინო. ესე გაქრე პასუხი. მეუბნები გამოსავალს. გეუბნები სანამ სახელმწიფო არ შეიძენს უსაფრთხოების ქოლგას ისტორიულ ხანგრძლივობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ კაცს ეხსნება ტერიტორიული და მისი უსაფრთხოების პრობლემა. მე ეს ქართველი კაცი იწყებს განვითარებას, გამრავლებას და აღწევს სასწაულებს მე კაცო. სანამ სახელმწიფო არის მიგდებული უპატრონოდ, უფუნქციოდ. როცა არ შეუძლია ერთი ადამიანის დაცვაც კი და მასზე არ არის დამოკიდებული. მასზე არ არის დამოკიდებული ამ ქვეყნის უსაფრთხოება, რა დონბასზე მელაპარაკებით ხალხო. სახელმწიფოს დაცვა არ შეუძლია ოფიციალურ ხელისუფლებას. როცა უნდა იმ წუთში დააყენებენ ესე იგი შეუულიათ ძალებს რომ ერთ დღეში ერთ საათში ქვეყანა ამოგიტრიალონ. ეს ხო ნახეთ. ბიჭო, თუ კი ამ პრობლემას არ წვითავთ, ვისაზრდევთ? მე წყნარდება ქართველი კაცი, როცა უსაფრთხო მისი ოჯახის, ქვეყნის, ტერიტორიის უსაფრთხოება გარანტირებული აქვს, მე მისი ტვინი უკვე მის განვითარებასა და გამრავლებაზე იწყებს ფიქრს, კაცო. ამის ისტორიული ფაქტები კი არა, მითხარით კაცობრიობაში ერთი დარგი მითხარით რომ იქ ქართველის ხელი არ ერიოს კაცო. ბიჭო, ყველას აი სომეხსაც გაუმარჯოს, აზერბაიჯანს კაცო. მოდი ნახოთ აი მიღწევებში კოსმოსი გინდა, სამხედრო საქმე, მუსიკაში, პოეტიაში, მეცნიერებაში. მეგონები კაცობრიობის წინაშე ესეთი გიგანტური ისენით კაცო. ყველას აკავს მეცნიერები, მაგრამ ვინც კაცობრიობაში წვლილი შეიტანა განვითარების? კავკასიიდან მარტო ერთი ქართველი ერიდან არის კაცო. რატო? იმიტომ რომ იმ ადამიანს იმაზე კი არ ფიქრობდა რომ ეხლა ის შემომივარდება, ეხლა ის ელგებით ჩაატარებს, ახლა ის ხალხს დაარტყავს, ახლა იქ შუქს გამითიშავენ, ამაზე კი არ იყო დაკავებული. იმ ქართველისთვის
4 კაცის სტუმრობა პრობლემა არ იყო კაცო. ნებისმიერ დროს ის უზრუნველყოფილი იყო ამ უსაფრთხოებით კაცო. მე ჩემი გამოსავალი რო გითხარით, რავი ჯვარზე მაცვით კაცო. ქვეყანა უკან მიდის თუ წინ მიდის ეკლა ნებისმიერ სფეროში აიღე. ნებისმიერ სფეროში. ამას რო ხედავ ბატონო პატარობს კერზე ჩავდივართ ეგ მიხედავს გულს და მაგით უყვირი ვარ და ეგ არის ჩემი ბრძოლის მიზანიც რომ არ იყოს ეგრე როგორც არის. ამიტომ ვამბობ, ჯერ სტრატეგიული საკითხი გადაწყვეტეთ ხალხო. ჯერ იმ ბავშვის რომელიც უნდა გაზარდო, იმ ბავშვის უსაფრთხოება გადაწყვეტეთ კაცო. რადგან მისცეთ რაღაცა განათლება მისცეთ და ეს ქვეყანა დაიქცეს. მე გეტყვი გაიტენე უკან შენი განათლება კაცო, ქვეყანა დამექცა და ახლა გით განათლებული იყავი და გით გაუნათლებელი, რაში მაინტერესებს კაცო. თუ ქვეყანას კარგავი, რაში ჯავდაბადგი და თვითონ განვითარება. არ კარგავთ ქვეყანას. თბილისში როდის გაიარე ბოლოს კაცო? რატო იდებილებს ეს ხალხი თავს და რატო ფიქრობს ეს ხალხი რომ ბიჭო ვიღაცას გონია რომ რაღაც თქვენ ნივიჟუს აკეთებთ ეს პრობლემა გაიწოვება. არ გაიწოვება ბიჭო. არ გაიწოვება. ეხლა კიდე დაგვემატა მეორე. ეხლა კიდე უსაშინლესი პრობლემა დაგვემატა. ხელისუფლება რო არ იმჩნევს. მე კი ვიცი ლანტარებით ხორციელდება კაცო რუსეთიდან მაგათთან. რო გეუნებოდით ბიჭო, ჩემი სიტყვებია, ეკლა კიდე კაი პირველი შენ გადაცემაში თქვი. არ არის ამ ხელისუფლებაზე დამოკიდებული არც შენი უსაფრთხოება, არც ერთი ქართველის უსაფრთხოება. არა ხარ შენი სახელმწიფო რომ მან შენ გარანტია მოგცეს შენი უსაფრთხოების. ტურისტებზე აღარ გეუნებით კაცო. ჩემზე რაზე ბრაზდებოდნენ იცი? შენი მოწოდებაო ტურისტულ იმას აგდებსო, გამოიხედეთ კაცო აქეთ. მე რომ ამათ ვეუბნები რომ ჩემი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ხალხო. შენ რომ იქ ბრიტანელები იქნებიან თუ ისრაელი თუ ვიღაცა აქ რომ მე პრობლემად კი არა რაღაცა საშინელებას გააკეთებს, შენ იქ გაბოროტდები. გამწარდები და მე ჩემი ქვეყანა ზიანდება კაცო. ისრაელი და ბრიტანეთი კი არ ზიანდება. ჩემი ქვეყანა მე ტერიტორიებს კარგავს კაცო, რატომღაც. ამიტომ მე სასწორზე მიდევს ერთი რამე, ან ეს შემოსავალი და ამის აი დენტის კასრზე ჯდომა ან ქვეყანის დაუყვა. ბიჭო, მაგას მიჩვენია ქვეყანა იმ რაღაც არ ვიცი ახლა როგორ კეთდება მაგი იციან ალბათ. ესე მოვამზადო და იმ ტურისტულ ზუკი ვაცხადებ მე ტურისტული ქვეყანა ვარ. ის ქვეყნებმა უნდა რეკლამა აკეთონ რომ ყველაზე დაცული, ყველაზე უზრუნველყოფილი, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. როგორ ახარ კაცო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა? როგორ ახარ ხალხო? შენ თეკლა და მე აქ რამდენიც არ უნდა ვიყიროთ. რამდენიც ტელევიზიებში, ნებისმიერ ტელევიზიაში იყიროთ, არა კაცო კარგები ვარ. იქ ამას ესე არ უყურებენ კაცო, იქ უყურებენ ფაქტების კონსტატაციას აკეთებენ კაცო. რა გითხრათ მეტი ხალხო? დავიღალ ერთი და იგივეს ლაპარაკეთ კაცო. მე რომ ვეუბნები ბიჭო, შეიძლება გონია რომ ხა ხელისუფლებას არ უნდა შემოსავალი? კონდეს ქვეყანას არ უნდა რომ დიდი ტურისტები, ბევრი ტურისტები ჩამოვიდეს და დიდი შემოსავალი. როგორ არ უნდა გიჟი ხوار არის, როგორ არ უნდა კაცო. შერაგონი არ უნდა მაგათი უსაფრთხოების ისა უზრუნველყოფა? უნდა. რესურსი არ არის მაგისი. რატომ არ არის? უსაფრთხო ქვეყანა არ ახარ კაცო. პრახადნოი დვორია სპეცსამსახურების და აგენტურის. 4 წელი რუსთაველზე დარბია, ეს პრობლემა ვერ გადაგიწყვეტია. რატო იცი? შენ თვითონ არ გინდა რომ გადაწყდეს. შენს იდეოლოგიურად მაგათი ხარ კაცო. მაგათი წიაღიდან მიყავს დებატებში. შენ ქართველ ხარს არ ელაპარაკები. შენ არ ფიქრობ
აქვეყნეს უსაფრთხოებაზე. შენ გონია რომ პოლიცია აქვეყნეს უსაფრთხოება არ არის კაცო. გააჩეროს პოლიციამ ეხლა ეს რაც ხდება კაცო. რატო ვერ აჩერებს კაცო? აი ესია რავი ახლა რატო მე უყურე ყველას ეუბნები მე ნუ მეკითხებით მაშინ მე რასაც მე როგორ ფიქრობ ისე ვამბობ წით არა მაშინ ნუ გამეკითხებით კაცო მე თქვენ გინდოთ რომ ახლა მე მეთქონი მე რომ მეკითხებოდი აი დუმბაძეზე ახლა რას ელოდებით ახლა მე ვთქვა რომ გაუზრდელი ეგ როგორი იკადრა აი ესა ვთქვა მეთქი რა მაგას ყველა ამბობთ რაღაც გინდათ ჩემგან კაცო მე როგორ ვფიქრობ ისე გითხარით მაგ ბავშვი არაფერ შუაში არ არის საერთოდ მაგ ბავშვს არავინ არ ასწავლა ნოდარ დუმბაძე ვინ იყო მაგ ბავშვს ნახო თვეების განმავლობაში მაგ ეგეთ ავტორიტეტებზე უწყლოდ იხსენიებდა და ხალხი დაშუკრავდა და მაგას იგონა ეს კარგია კაცო მაგისთვის ეგ არის ცივილური სამყარო რა შუაში ეგ ბავშვი კაცო შენ როგორც რა საქართველოს დავახვედრეთ ისეთიც გაიზარდა კაცო მე წავედი და ვცემეთ ის კაცი გინდა რატო ვცემ კაცო თუ კი დუმბაძე ესეთი კარგი იყო შეგედამახულო გესწავლებინა ჩემთვის კაცო გესწავლებინა იქნებ გაგეზარდე ნოდარ დუმბაძეზე იქნებ შენზე კაი შეყვარებოდა ის კაცი კაცო ეხლა მცემ და რაგინა შემატყებით გიდა შევიყვარო კაცო ქართულად ვერ მეტყოლებს თქვენი კულტურის მინისტრი და თქვენ ბავშვაცებთ იმის გულისო ეს როგორ თქვენი დიდი მწერალი შეაგინაო რავით პრეზერვატივზე ყავთ ვაფშე წმინდანები კაცო რა დუმბაძე რის დუმბაძე და ის კალი ცვეთშია კაცო თქვენთან ტელევიზიიდან ტელევიზიებში დაგყავთ ამას თაობები უყურებს ის თაობა ფიქრობს ბიჭო ეს არის ცივილიზაცია აი ეს არის ცივილიზაცია რავი რა მეტი როგორ გინდათ რომ თქვენ გასიამოვნოთ რომ ისე პასუხი გაგცეთ ნუ მეკითხებით მაშინ მე ესე ვფიქრობ მე ხო თეთრი ყვავით გიჟივით დავბივარ აქა აი ესე ვფიქრობ მე მაგას აი შემეს ბავში და მე ის ვინც შემეს გმირი გამომიყვანეს იმან შეიძლება თავის ნათესავია ბაბუა და იმის გულში ისופტა თბილისური კაცული გაუბერა მაგაზე არ ვეხები მე კაცო იმ ბავშვს ნუსემთ იმისთვის რომ შენ დიდი კაცი შეურაცხყოფა მიაყენე ჩემ თაობის ადამიანს რომ მიეყენებინა შეურაცხყოფა ის იქნებოდა დასახვრეტი რატო იცი იმან იცის ვინ არის ნოდარ დუმბაძე ამან არ იცის ამან კი არ იცის მარტო ამის მასწავლებელმაც არ იცის ვინ არის ნოდარ დუმბაძე ვინც უნდა ასწავლოთ იმანაც არ იცის კაცო ამ პრობლემებში თქვენ არ გინდათ ჩახვიდეთ რომ ჩახვიდეთ თეკლა ვინც უნდა ასწავლოს ის კატეგორია მასწავლებლები ყავთ ფიზიკურად ყავთ ეგ მასწავლებლები დარჩენილი არის გამოზარდა უნივერსიტეტებში ეგ მასწავლებლები იმისთვის რომ დღეს ესეთი თაობა გამოეზარდათ ეგეც ხო ესია ნუ იტყვეთ სარკეს იმიტომ კი ნუ ამტრევთ ჩვენ ვართ დამახინჯებული ცხოვრებით სარკის დამტრევად შენ არ გალამაზდები კაცო რავი ესე უყურებთ ეხლა და კიდე ერთხელ ვამბობ რა ეხლა მე ერთ ყველას მოუწოდებ ჩემგან ვისაც ეწყინა რაღაცა გააჩერეთ პროცესი თუ რამის თავი გაქვთ და ავტორიტეტი გაქვთ სადმე კიდე გააჩერეთ ეს პროცესი რომ ქვეყანას მივეხმაროთ რომ ეს სტატუსი რაც მაგან ესე იგი რა თქმა უნდა ბიჭო აუ როგორ ჩაერთო ყველა ყველაზე რამ გამომიყვანა ის სწორობა რამ დამაკარგინა იცი რომ პროცესს ვერ ვაჩერებ რა რომ აი ვერ ვაჩერებ რა ბიჭო ესე არ არის აი ესე ნუ აი ესე შეიძლება ეს პრობლემა გადაწყვეტილიყო აი ეს აი და გადაწყდებოდა ეს პრობლემა ამის რესურსი ჩემ ფლანგს აქვს იცი ამ ხელაფ რესურსი აქვს მაგას ჩემ ფლანგს გეუნები რა ვისაც რუსეთთან გვინდა დაალაგდეს სიტუაცია მაინც დაალაგდება მაინც ისე მოხდა ან დაგშლიან ბოდობოდა და ის იქნება და
როგორც არის კაცო, აღარ მინდა მაგაზე გავიდე. მანამდე რაიმე ძალიან დიდი არ დავკარგოთ მაგის შიში მაქვს. უყურეთ ეკლა გამომხედე. თუ მაგის აი ეს რო გაუშვით ხელიდან და ეხლა იმათ ეხლა როგორი შეხედულება აქვს, იცი? ანუ ადინოლს იგებენ და ეს ამას აწვევიან ბოლომდე. ეს პროცესი დღემდე მიდის, აი დღემდე მიდის ეს პროცესი. კარგად დაიჭირეს თემა. გაიგე შენ? ოპა, ეს არის ის გზა, ადრე თუ, იმიტომ რომ რუსეთმაც რეაქცია გააკეთა რა. ოპა, იქ რა ძვირშენებით გააკეთა. ხო, აბა ეხლა მე არ ვიცი ეგ პროცესი როგორ უნდა გაჩერდეს იქ. მე არ ვიცი უკვე. ხელისუფლებიდან ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავ. მე კიდევ ერთხელ ვეუბნები ხელისუფლებას კი არა, იქ რუსებს. თავი შეიკავეთ აქ ჩამოსვლაზე კაცო. მე რა დავინახე ბატონო პაატა თქვენი საუბრებიდან ძალიან მძიმე სურათი დავინახე. იმდენად უკვე უსუსო სიტუაციაში ხელისუფლება და ხედავთ რომ ესენი ვერ დაიცავენ სპეცსამსახურებისგან თავს უკვე სხვა ქვეყნის მთავრობას მიმართავთ რომ აქ ჩვენთან პროვოკაცია რო არ მოგვიხდინონ თავი შეიკავეთ აქ ჩამოსვლისგან. ეს მოცემულობა დავინახე და ძალიან მძიმე გასააზრებელია ეს ყველაფერი. მე არ ვეუბნები რომ მე არ ვეუბნები რომ მე ვეუბნები ერთ რამეს ხელისუფლებას კი არ უნდა რომ მოხდეს ბიჭო სწორედ გამიგეთ ჩვენ არ გაგვაჩნია ის რესურსი რომ ტურისტის უსაფრთხოება იყოს დაცული რომ ვიღაცამ ვისაც უნდა ამ ქვეყნის დაღუპვა და გაუბედურება არ გამოიყენოს იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ დაგვატაკოს კიდე ერთხელ რუსებთან იმიტომ რომ ტესტმა გაიარა ბრწყინვალედ კაცო მე ვეუბნები რუსეთის იმას ან თქვენ აიღეთ მე რომ გაფრთხილებთ იმიტომ კი არ ვაფრთხილებ მე ჩემი ქვეყანა მინდა რომ შემოსავალი ცოტა კონდეს და რაღაცა ნავრეჯით არა კაცო იქითა სასწორზე მიდევს ერთი რამე რომ ბიჭო როცა მე ვიცი რომ არ მოველოდები და ისეთი რამე მოხდეს და ხელისუფლების რეაქცია ვიცი ამის მერე ხო რამაც შეიძლება წონასწორობა დაგაკარგინოთ იქ რუსეთში და ეს ქვეყანა მერე ერთხელ და სამუდამოდ ვაფშე გაუბედურდეს ბიჭო სულ გამოუშვებთ რა გეხვეწებით აქეთ რა ეგეთი არ შემოსავალი მინდა თუ კიდე ქართველი სისხლი უნდა დაიყვანოს რა ეხლა გეკითხები ვინ უფრო სახელმწიფოებად ფიქრობს ის ვინც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და ოჯახით ჩამოვიდეს ვიღაცა რუსი ფეხძიმე ქალი და იმ ბრიტანელმა იცით უკვე ეს ტესტი გაიარა ამ ქვეყანამ და რაღაცა უბედურება მოაწყოს აქა და მე ისინი კაცობრიობის წინაშე თავს გაიმართლებენ ფაქტებს ჩამოგიყრიან კაცო აი ერთი ფაქტი 100-400 ფაქტი ისინი თავის საქციეს მე ვაჩვენებ გაითიშება ლაივი ისინი თავის სამსახურების ხსენება როგორც კი დავიწყეთ ძალიან ბევრი შემოცვიდა ბატონო პაატა და მე კომენტარების წაშლაზე დავლუყოს ვერაუდივარ საგიჟეთია კომენტარებში კარგია წერო უკვე მოხვდათ აშკარად გარედან არის 17800 ნახო ეკლა უყურეთ ეკლა კიდე ერთხელ მე აი ვეუბნები ყველას აი 370 თუ რაღაცა ხალხს უგისმენთ აი ამ ალტერნატივის წინაშე რომ გეხარ რა გინდა ეს შენ რომელს აირჩევ შენ მაძლევ გარანტიას რომ ეს არ მოხდება ვინმე მაძლევს გარანტიას ბიჭო ხდება სხვა ქვეყნებში როგორ არ ხდება ტერაქტები ხდება ტურისტებზე ყოლელობები ხდება რავი 1000 გაუპატიურებები ხდება როგორ არ ხდება მაგრამ იქ სახელმწიფო იმ აჩვენებს დგას თავის დონეზე და აჩვენებს იმ სახელმწიფოს ვისი მოკალაკეს დაზიანდა დაზარალდა რომ მე როგორც სახელმწიფო ჩემ სიმაღლეს დავდექი და დავსაჯე კაცო რეაქცია მქონდა უმკაცრესი შენ რა რეაქცია ქონდა რაც არ უნდა თეკლა ამ ტელეეთერებში ექსპერტები იქნებით მოწოდებები გექნება აზრი აღარ აქვს თეკლა იქ ამას არ უყურებენ იქ უყურებენ სხვა რამეს კაცო რა მოხდა და ოფიციალურმა ხელისუფლებამ რა რეაქცია ქონდა იმან დაინახა რომ შეიძლება ხვალ ჩემი მოქალაქე პროვოკაცია მოაწყონ გარეთა უსამშობლოების პატრონებმა და ეს ქვეყანა მე მაიძულონ ჩარევა და
ატეხონ ერთი ამბავი გარეთ სოფლიოში რომ აი თუ არ არის ოკუპანტი და რაღაცა სიგიჟეები ხო რასაც მოყვება მე მედიური ისა ამისთვის მირჩევნია რომ ხმაურის გარეშე დაძაბულობის გარეშე ჩემ ტუროპერატორებთან სპეცსამსახურებმა SVR-მა მიწეროს იქ პლაკატები გამოუკროს აუწიო თემა რომ ის ვინც მივა იქ და საქართველოში წამოვა ის ინფორმირებული იყოს და იმან მე თვითონ გადაწყვიტოს უხის წამოსვლა თუ არ უხის როგორც ვიცით ამ ეტაპზე არის 1122 აი ამ ეტაპზე ესე გაუქმებული 100,122 კაცო რა აი ტრანსფერი რაოდენობა თქვით 1000 არა ყვატი ხო გაუქმებულია ანუ რო გადათვალეს ოფიციალური ფულის შემთხვევაში იმას არ გეუბნები რომ იმან შეიძლება შაბაში მისცეს მუსიკოს რაღაც ამას არ გეუბნები ოფიციალურად რაც არის დაიკარგა 1,300,000,000 იმის იქეთ რამდენი დაიკარგა კიდე ეგ ცალკე ამბავია ერთი მარტო იქ ხარ მიდია შეიძლება ის წავიდეს მე კახეთში მოუნდეს ჩასვლა 1000 რამეა ხო რაზე ვლაპარაკოთ ბატონო პატა ამდენი ხანია და მაინც აქაც გამოხტებიან ეგეთი ქაჯები რუსი ღორია და მსგავსი ტექსტები აღარ შემიძლია რა ნები კაცო მაგაში ნუ აქცევ ყურადღებას იმანაც კარგად იცის რასაც ვამბობ კაცო შენ გონი იმან არის იცის იციან თვითონ ყველა მიციან მაგრამ იქ ბევრი ევროპაში ცხოვრობს და ფეხებზე კიდე այդ ქვეყანაში რა ხდება ჩემი დამოწმობა რა გინდა ხო ამიტომ თეკლა ესე იგი ტყუილ არ გაუგიჟები აბულაძეს თავი რაც იწინასწარ მეტყველა რომ ამას ეს შედეგი მოყვება ერთ-ერთში მოხდა კაცო თურმე არ ყოფილა ბიტავოი პრობლემა ხო დოდისო ეს იყო თელი ჩემი თავის გაგიჟება რა არა ხარ თქვენ ის ქვეყანა რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას წერტილი მოვა კამანდა ირანელებზე ეხლა ირანელებს დაუწყებთ დევნას რა პრობლემა მოვა კამანდა ჩინელებზე ჩინელებს დაუწყებთ დევნას თავარია რა კამანდა მოდის იქიდან კაცო საგამეკეცი გოგო вот так командир вот так хозяйка Тегла сатаходи го габекеци. Вообще михма исмеется. Хо тегла. Гами. Прахтеба то. Ис мече михма хату вообще все нормально. Абай текла габекса кацу. О, ну, а если чему ხალხო. რავი სანამ შემოვა, ო ეთელდრომა ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ გამოსავალი ბიჭო, რავი გითხარი და რავი რა გითხათ მე ხა ეციგებებს გიმეორებ და რავი. კი ბატონო, აი მაგას სანამ შემოვა, კი ბატონო, არ არის პრობლემა. საერთოდ. არ არის კითხვები და რა ვიცი. Так, და ოცნებას არ აწყობს აფხაზეთი სამაჩაბლოს პრობლემის ჩახსნა. ვაკო ყველა შესიტყვაზე ვაწერ ხელს. აბსოლუტურად გეთახმები. აფხაზეთი და სამაჩაბლო არის ქართული ოცნების კოცებისთვის, ქართული ოცნება მე ვარ, ის არის კოცები. ხო, არის აბოზა კისერზე, რაც მალე მოიშორებს, მით უფრო კაი მისთვის. ასე ფიქრობთ და ალბათ მიიყვანუნდათ რომ მიიყვანონ ეს ქვეყანა მაგამდე რომ მე ქართულმა კაცმა უკვე ნაკლებად იფიქროს მაგაზე. მე ესე ვფიქრობ. არაფერი 14 წლის განმავლობაში 1 სანტიმეტრითაც რამე მაგ პრობლემის მოგვარებაზე ერთი სიტყვაც არ დასველებულა. ვაგო გამოსავალი არის და არაერთხელ მაქვს იქ ნათქვამი. კიდე ერთხელ ვამბობ, გააჩნია შენ რას, აი უყურე აფხაზეთის სამაჩაბლო რა შემთხვევაში დაბრუნდება და მოდი აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ თემას რა. ეხლა რამდენად გამოვაღარ ვიცი, მაგრამ შარშან რომ მაგი ვთქვი და მე ჯონდი ბაღათოლემაც გაიმეორა და სწორი იმან უფრო კარგად გაშალა. უყურეთ. აი ეცი და ეგვესო მაგრამ კაი რა აღარ შემეკითხეთ გეუნებით.
ჩემს სახლიდან ეს დგას 300 ძალიან დიდი ბოდიში ინტერნეტი გაიჩა და ჩემის ინტერნეტზე დავკავშირდი, რატომღაც გაჭედა თავიდან ბოლომდე ბოდის გიხდით. არა ის კითხვა დამეცოდო ბარი მეორე ტელეფონიდან გისმენდი და ჩემის ტელეფონიდან და შქარობდი რომ როგორმე ჩამერთო აქეთ გაზიარება ბოდიში მაყურებელთან. კიდე ერთხელ ვიმეორებ რა, კითხვაზე უპასუხო ვაგრძელებ იმ კითხვის პასუხის გაცემას. რა შემთხვევაში შეიძლება აფხაზეთზე და იმაზე დაილაპარაკო რუსებთან? ვისთანაც დევს გასაღები რა. 36 კილომეტრში დგანან უკვე 300 წელია რა. უცხო ქვეყნის ჯარი დგას ამ ქვეყანაში. აღარ უნდა სადგანან ტერიტორიად რა მნიშვნელობა აქვს? დგას უკვე 300 წელია. ბაბუის დაბადებული არ ხო თქვენი, ეს ჯარი აქ იდგა უკვე. ხო მაინც ადგას. ხო კარგად იცით რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ეხლა მაგ ჯარის აქედან გამყვანი ვინმე იყოს. უკუნისამდე. აქედან კი არა უკრაინაში ვერ აჩერებენ ახლა სანამ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ წუხელ შეფრინდა ნატოსთან ქვეყანაში რუსული დრონები სად არის ნატო საჰაერო სივრცე დაარღვია საბრძოლო დრონებით შეფრინდა დალშე ველოდები რეაქცია არის ნოლ აქედან სწორად იფიქრეთ თუ კიდე მოიფიქრეთ თქვენი ნება რაღაც შემეკითხე როგორ რა შემთხვევაში შეიძლება აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე ელაპარაკო ვაგრძელებ ქვეყანას აი როჩადი უნდა ჩემ რეცეპტს გეუნებით ქვეყანამ ისეთი რამე უნდა შესთავაზოს იმ ქვეყანას ვის სეიფში წდევს შენი ტკივილი გასაღები რომ იმ ქვეყანამ უღირდეს გეოპოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით რომ შენ მაგაზე დაგელაპარაკოს და გეტყვი რა არის ესა ხომაინც დგანან კიდე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დგანან უკვე 300 წელია ამათ რო უთხრათ ჩვენ ერთი სიტყვა მოდი რა ბიჭო რო დგანან ესენი ამ ტერიტორიაზე ჩემ ტერიტორიაზე მოდი დავილაპარაკოთ მარტო აქ კიდუ იდგება წამო თურქეთის საზღვარზე დავდგეთ ახალციხის თურქეთის საზღვარზეც დავდგეთ ერთი აჭარაში მეორე იქა შენ ამით მას უწყვიტავ პირველი იმხელა სასწორზე იმხელა გეოპოლიტიკურ იმას აძლევ თამასაც რომ მას უკვე მის ინტერესებში აღარ შედის მის კონტროლირებად ტერიტორიაზე კონდეს ფეთქებად რეგიონული სიტუაცია ესე იგი ახლო აღმოსავლეთის პრობლემას უწყვეტავ და ერთხელ და სამუდამოდ უწყვეტავ სამხრეთ კავკასიის პრობლემას სასწორზე იდევს ეხლა ერთი რამე ეხლა მე ან ამაზე უნდა ვთქვა უარი ისტორიულ ხანგრძლივობაზე უსაფრთხოების ან ესე უნდა ვიჭანწალო კიდე 34 წელი აფხაზეთი ოკუპანტი აი ეს რაღაცა და ყოველ წელს უნდა ველოდო რაღაცა რუსოფობიულ რაღაცას გასაღების გეუბნებით პლუს ამას კავკასიაში ხდება ეს ქვეყანა გეოპოლიტიკურად ფუნქცია შეძენული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც შავი ზღვის აკვატორიის ისე სახმელეთო ისე საჰაერო ბიჭო რა ბაჯაღლო მიწაზე გეოგრაფიულ მიწაზე დგეხარ და როგორ ვერ ვიყენებთ კაცო თქვენ როგორ ფიქრობთ როცა ამხელა აი ტიტანურ გეოპოლიტიკურ სიტუაციას უწყვეტავ რას თავაზობ კაცო ბიჭო მაიტა რა დამალაპარაკე რა ბრო ხო აი ამ შენ როგორ ფიქრობ ის რას იტყვის არ მინდა არა ეს რას არ იტყვის ბიჭო იმ აფხაზს რო დაუძახეს ნუკა სად სუდა რო ეტყვის всё помахали руками хватит давай поговорим თვითონ მის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის რომ აქ კონფლიქტური სიტუაცია აღარ კონდეს კაცო ჩვენ რას გვაძლევს ეგა
გარშემო ვინც არიან სოდომიტური თუ არაკეთილ მოსურნე ხალხი, რომლებიც აქ უკვე 34 წელი ამ ქვეყანას არ ყევენო, ყნიან ბავშვებს, იმათ უკვე აზრი ეკარგება, აი აქ რაღაცის მოწყობა, რატო იცი ჩვენთან კი აღარ ეკნებათ პრობლემა. ბირთვულ ქვეყანასთან ეკნებათ პრობლემა, კაცო. ვიღაცის აქ მეიდნის მოწყობას აზრი აღარ ეკნება, რატო ბირთვულ ქვეყანას უწყობს, ესე იგი ის არ დაუშვებს, კაცო. აი ეს არის ჩემი რეცეპტი. მე უმცირესობაში ვარ. დანარჩენი SSD-ეთ დღეს მოდარდობაზე შეაგინეს. ხვალ კიდე ერთ რუსს შემენ, ზეგ შუქს დაგითიშავეთ, მასზე გლისის ტბაზე ვიღაცა გეი პარადს მოგიწყობთ. აქ მე ჩვენ დავდგეთ TikTok-ზე ვარჩიოთ ესენი და ესე გადის 34 წელი, კაცო. იზრდება თქვენი შვილები, კაცო. თქვენი შვილიშვილები იზრდება ამ ატმოსფეროში. აგრესიულ, სიძულვილ, გაჟღენთილ. ხვალ ვინ რას მოგიწყობთ, ვინ იცის, კაცო, ვინ ახართ ეს ქვეყანა რითია დაზღვეული, რომ არ მოაწყობენ. და მე გამოვიდე საბოლოოზე და თქვა რომ ხო გეუნებოდითო? დაიდით ნახრენ და всё რა. ეგ არის გამოსავალი? თურმე მართლა ვიყოფნო და რა კაი ბიჭი ვარ? ეს არის გამოსავალი ამ ქვეყნისთო. მე ესე მგონია, ბიჭო, რა ვიცი, თქვენი მე თქვენს რომ მე ვამბობ ოფიციალურ ხელისუფლებას. თქვენი რეცეპტი ვნახე 34 წელი. გარყვნილების, ტერიტორიების დაკარგვის, ქართველი კაცის გადაჯიშების, რითიც ქართველი კაცი მთელი მისი ისტორიის მანძილზე ხანგრძლივობაში იყო განთქმული წომართ მატვიძლობის და ჯელტმენობის, კაცო, ცეკვებს შეხედეთ, რა ცეკვები გვაქვს ქალთან მიმართებაში. ზუსტად იქ მოსვარეთ, კაცო. ზუსტად იქ ჩაგასწრევინეს. წარმოგიდგენიათ და ამას თქვენ უყურებთ, ვინ იყო დამლაშა, იმან გადმოაფსა? იმან ხელი დაარტყა? ბიჭო, რა სიხილა, კაცო. რა სიხილა, ვინ რა მნიშვნელობა აქვს დაგღუპეს, ბიჭო. შენი თაობა მოდის, რომელიც მოდარდობაძის გინება მისთვის არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. დაღუპული ხარ, სუკა. რაზე ვლაპარაკობთ, ხალხო? წმინდანებს არ ინდობთ. ქართული ბიბლიას პორნოგრაფია დადგით, ბიჭო. რაზე ვლაპარაკობთ? ამას ხო უყურებს ის აფხაზი, კაცო. იმას ხო ერთადერთი აზრი უჩნდება თქვენ რო გიყურებთ, ღმერთო დიდებულო. კიდო კაი ამათთან არა ვარ, კაცო. ამათ თავის წმინდანებს არ ინდობენ, ბიჭო, მე ხო დედას მიტირებენ საერთოდ, კაცო. ყველა სკოლაშია, აფხაზურ სკოლაში იცით, რომ ყველა სკოლაში არის ფოტო ისენი რაღაცები, აი ეს დაღუპულები რა აფხაზების. აზე ხარ რა მენტალობაში იზრდებიან ისინი, ვინები არიან მაგათვის გმირები, თქვენ წარმოდგენილი გააქვთ. ხო უფრო თუ პატივს სცემდნენ დაუშვათ რაღაცით, ეხლა ხო ორჯერ მეტად სცემენ პატივს, კაცო, რომ ამას აგვაცილეთ, კაცო. ამ ლისის ტბას აგვაცილეთ, ამ LGBT-ს აგვაცილეთ, კაცო. ბაბუ, მადლობა, ბაბუ. სიცოცხლე შეწირე მაგის გულისთვის. აი რა იბადება იმის აზრში. აქ რო დაზე ბიტავოი პრობლემა რა იყო, იცი, ახლა გამახსენდა და გადავალე ხე თემაზე. როცა იქ და ჩემ ახლობელ რო თქვა რომ ბიტავოი პრობლემა არ იყო აფხაზეთში, რუსებისა და ტურისტებსა და აფხაზებს შორის რომ მოდის. ეგ არის ბიტავოი პრობლემა, კაცო. ისინი მე სუფრაზე არ ლოგიში რიგდებიან, კაცო, შენ მაგაზე არ იდარდო. აქ რო აიტაქსებენ ხოლმე და აი აფხაზები რუსების წინააღმდეგ და შო აბა ეტავენ შეველით, კაცო. მაგას ქვია ბიტავოი პრობლემა. ეგ არის, მე ან არაყით რიგდებიან, ან სიყვარულით. მაგას ქვია ბიტავოი და შენთან ქვია რუსოფობიული, კაცო. განსხვავებას ვერ ხედავთ, რა არ გინდათ, რა დაინახო. მაგათმა მაგით კი არ იზარალე, შენ იზარალე, კაცო, 1.300 მილიონი. და ეს პროცესი გრძელდება, არ ჩერდებათ, ეკლა. ეს ეხლა კი არ გეუბნები, რომ ამით გაჩერდა. პროცესი ჩერდება, ვერ აჩერებენ. ეხლა ისევ გადავიდეთ იქით. დემოგრაფიულად როგორ ახართ, ბიჭებო?
რაღაც მაღალ იდეალებზე რომ ელაპარაკებით, ვისთვის გინდათ ეს მაღალ იდეალები? თქვენ აღარა ხართ, კაცო. თქვენ ხართ 1.700.000, კიდევ ერთხელ გიმეორებთ. მაგას გამოვაკელით 800.000 პენსიონერი. რასაც ბიუჯეტიდან ოფიციალურად დაბულადის ციფრები არ არის, კაცო. რაღა დარჩით. მაგას გამოვაკელით კიდე შეშემე პირები, კაცო. მაგას გამოვაკელით კიდე 45-დან 65 წლამდე ასაკის ხალხი ადამიანები, რომელსაც უკვე ოჯახები შექმნა და ბავშვები და რაღაცა 1001-ია. რა დარჩით? ამას გამოვაკელი რუსოფობია, აქ კიდე ცემა, ტყეპა, მკვლელობა, ნარკომანია, უშვილობით დავადებულები. რაზე ფიქრობთ? გადახედეთ, მარტო მე ვხედავ თბილისში და ქუთაისში რები ხდება? ბათუმში რები ხდება? კაი, ღმერთმა გაგიმარჯვოთ, კაცო. სადაც ყველა მეცი იქ. ეგ არათუ ხებთ. არა კაცო, ეგ რა პრობლემაა? აი მას შეაგინა. კაი კაცო. ყველა რო გაქცევაზეა. მითხარით, აი ხა მშობელი თუ არის ამ ჩვენთან. მითხრათ მაგის მშობელმა მითხრათ, აი თავის შვილს რო ზინავს, კიდე ერთხელ გაუმეორებ. აი მძინარე შვილთან მივიდეს და თავის თავს დაუსვათ კითხვა. აი ამ ჩემ შვილს ხვალ რა პერსპექტივა აქვს ამ ქვეყანაში? პერსპექტივა მითხარით კაცო. თუ გინდა 9 დიპლომი გქონდეს ერთად აღებული. კაი სპორტსმენი იყავი თუ კიდე კაი მომღერალი იყავი. ვის რა თუნდა? ვის უნდა მომღეროთ? სად უნდა დაიწყოთ მუშაობა? სამომავლობით გადადის უკვე კაცო აქ ჩვენ და სამსახურები და პოლიტიკოსები. მომღერლები და სპორტსმენები. შენი შვილი იქ ვერ მოხდება კაცო. არ არის ეგრე. ნუ მეკითხებით ხალხო მე მაშინ რა. მე ნუ მეკითხებით კაცო მაშინ. გააგრძელეთ ისე როგორც ახართ. და თქვენ იმას გონიათ რომ ეს მარტო ჩვენ ყველა მისით ვინც მისმენს რომ მე მაგას მე არ ვიცი რატო უჩლიკავთ ენას. რატო გჭირდებათ ბიჭო ერთი თვე და რაიონის სიარული იმისა რომ ბიჭო როგორმე ჯიშის გადაჯიშვა მაინც გააჩეროთ. უტილიზაცია, თვით უტილიზაცია გააჩეროთ, ხო? ტიპები ყოველ კვირა აქციებს აწყობენ. გჭირდებათ ამ გამოფხიზლება გჭირდებათ ბიჭებო? ანუ ვერ ესე ვთქვათ, კარგად კიდე ვერ ხვდებით ხო რა ხდება ამ ქვეყანაში არა? უნდა მოვიდე და გთხოვოთ გამოდი მიშველე, შენ საკუთარ ჯიშს უშველე? თავში გვაგიხლიათ კაცო თუ არ გამოხვალ. ამ ჩემ ფეხებს კიდე კაცო. ერთი ბიჭო ეს აქ უნდა ქართველ კაც, აი ეს ბიჭო რამხელა დარტყმა კიდე ამას ეს ეხლა ამას დრო გაივლის უფრო მიხვდება ქართველი ადამიანი და სახელმწიფო. ბიჭო ჩემ დროს იქ რუსი ქალები რო დაენახათ, ქართველი კაცები ერთმანეთში ჭხუბი მოგსვონდათ ვინ დაიპატიჟებდა კაცო. ეხლა როგორ არის გადაჯიშებული, ეხლა ხერცემთ კაცო. ჩემ დროს სად იყო ბიჭო ეგეთი ბედნიერება რომ ეხლა როგორ ხდება ყველა მიმიხვდა კაცო. სირცხვილი. აი სირცხვილი გაანებე თავი კაცო. გენეტიკას ჩაარტყეს. ის ჩვენი წინაპრების გენეტიკას პირდაპირ დანაჩასხეს ბიჭო. რითიც შელი საქართველო იყო ისტორიულად განთქმული კაცამდე ისა ერი. ის დაზიანდა ის. და ამის ვიდეო ბიჭო რა თქმა უნდა იმისგან მე ნუგწით რომ 20 მილიონს გადააჭარბა ამ ვიდეოს ყურებამ. ბელარუსიაში და რუსეთში. ნუ ყაზახეთშიც. შენ როგორ ფიქრობ ეკლა იქ რომ ბავშვიანი ქალი და უნდა რომ ბათუმის რეკლამები რო არის, უნდა რომ ჩამოვიდეს კაცო. იმათვის $5,000 არის როგორც ეხლა როგორ გითხრა, აგ სიგარეტი და გაზიგარკა რო ვიყიდე კაცო. სად წაიღონ ფული არ იციან, არ იცით თქვენ კაცო მაგი. სად წახვალ, აი შენ რო ეს ვიდეოს ნახავდი, იმ ქვეყანაში ეკლა შენ წახვიდოდი შვილთან ერთად. როცა იცი რომ შეიძლება ქართული ენაზე აი რაღაცა მოხდეს. გარისკავ შენი შვილი.
ხო მარტივი რაღაცაა. მაგრამ შენ რო დაგინახა, რომ ეს ვინც ეს ჩაიდინა სახელმწიფომ ყველაზე ძვირად დაუჯინა, ხო? ბიჭო, ხო, რავი, ყველგან ხდება, კაცო. ყველგან ხდება რა, ყველგან, რა, მაიამზე არ ხდება, კურორტის დროს მკვლელობები, შემატყება, ყირიმში არ ხდება, გელენჯიკში, ტუაფსეში, ნოვარასისკში, სად არ ხდება, კაცო? მაგრამ იქ სახელმწიფო დგას თავის დონეზე, კაცო. რეაქცია აქვს სწორი სახელმწიფოებრივი, კაცო. რომ იმ სახელმწიფოს ანახებს, რომ ბიჭო, მე სახელმწიფოს შევწუხდი. და მე კანონი მაქვს და აი დავსაჯე. კაცო, ისე დავსაჯე, რომ всё, მორჩაკინო რა. მეტი არაფერი არ იყო თეკლა გასაკეთებელი. მეტი არაფერი არ იყო. მაგათთვის იყო დასარეკი და სათქმელი, რომ ზომები მიიღეთ, თორე ამ ქვეყანას დაუჯდება ის, რასაც ეს გიჟი აბულაძე ყვირის. всё, მეტი არაფერი არ მოხდებოდა თეკლა. საერთოდ არაფერი ეს ამ კითხვას აღარ დამისვად იმდენად მოძველებული თემა იქნებოდა ეგა. ერთი პატარა რაღაცა იყო გასაკეთებელი. სახელმწიფოს ემოქმედა როგორც სახელმწიფო, რომ მის ისტორიას მიაყენეს შეურაცხყოფა. მის როგორც ქართულ ეთნოს მიაყენეს შეურაცხყოფა. კაცო, გარედან სპეცსამსახურება და სახელმწიფო იმ სპეცსამსახურებს ძვირი არ დაუჯინა. უკან დაიხია, შეეშინდა. всё. თავის დონეზე რო დამდგარიყო, თეკ არაფერი არ მოხდებოდა. ვაფშე არ ჩუქი არ ხდებოდა. вот так, хозяйка. ბატონო პატა, ბოდიში მინდა გითხრათ, ჭედავს რა ის შემთხვევით, ეხლა თუმცა ამივარ და ინტერნეტის პრობლემაა და თუ კი საწყენი არ იქნება, მომდევნო კვირაში გამოვასწორებ, ცოტა ადრე დავასრულოთ, რომ სრულად შევძლო ატვირთვა და ჩეხვა მომეწია გუშინდელი მამაოს ლაივისაც, იმიტომ რომ გაუჭირდა. იმიტომ რომ უკვე თეკლა მეც ვეხლა იქიდან მირეკავენ ნახსოვები არიან იქ რუსეთში და აი ზეიმი აქვს დღეს აღარ ესეთი ამბებია. ამიტომ თეკლა რაც პირველ კითხვიდან გამომდინარე კონფლიქტი ამოწურულია. ერთი დნოლი მოიგო დასავლეთის სპეცსამსახურებმა, ქვეყანას დააზიანეს კატასტროფულად. საშინლად დააზიანეს. ეს პროცესი არ არის გაჩერებული, ეს პროცესი მიმდინარეობს. ამ პროექტს ქვია ზედმეტი ესე სახელწოდებით რაშა-ფობია, ხო და ჯერ პროცესი არ გაჩერებულა. პროცესი არ გაჩერებულა იმ სლავური ქვეყნებიდან ტურისტების რაც შეიძლება ნაკლები შემოსვლა და მოუწოდ ყველა პროპაგანდა მიდის ახლა იქ რომ მოკლედ რა რომ ხმაურიც არ გამოიწოთ, არც დაძაბულობა არ უნდათ და ასე შემდეგ რა. წყნარად შვიდად გაიყვანენ ყველას რომ არ მოხდეს ჩვენსა და რუსებს შორის კიდევ ერთი დაჯახება. მორჩაკინო. აბულაძეში ნუ ხედავენ მტერს. აბულაძე არაფერ შუაში არ არის. აბულაძეში დაგეჯერათ და დღეს არაფერი არ იქნებოდა მსგავსი, რასაც ხდებოდა. ჩემთვის ერთი რო დაგეჯერათ რა. ладно, девочка. რაც არის ეგ არის, ალბათ რავი რა გითხრათ რა. ეგრეა რა თქმა რა, всё. მომუშავე და მოღვაწეს რომ შეწყდეს ყოველგვარი, ვინც არ უნდა ის იყოს. ეხლა მაგის დრო აღარ არის. ყოველგვარი კრიტიკა თქვენ ფლანგსაც მოუწოდებ. ხვალ ზეგ ამ რეგიონში ძალიან ძიმესი ვითარებები დაიწყება. დამიჯერეთ რასაც გეუნებით ხალხო. უმძიმესი რაღაცები დაიწყება ჩვენს რეგიონში. შეწყვიტეთ თქვენი დაგინთ ჩვენი უკვე კაცო. თქვენი კინკლაობა არავის აღარ აინტერესებს. თუ რამის თავი გაქვთ, უშველეთ ამ ქვეყანას. იგივე სოვნები ჩემ ფლანგსაც. ბატონო პატა, მან ვერ გამოყვებით რაიმე შველასთან დაკავშირებით, როცა მომხდებით მინდის ბრძოლა. დავიდეს, კაცო, მე გეუბნები თეკლა, რადგანაც მე ეს უნდა გითხრათ. დანარჩენი გინდ გამომყევით, გინდ არ გამომყევით, გინდ რაც გინდა ისკენით, კაცო. არ დამიჯერეთ, მოყოლეთ. მე ნუ მომიხსენიებ მატკო არ კარგით რა. მე რატომ მომიხსენიებ მაგათთან ერთად? ეკლა სხვა რამეს გეუნებით კაცო, სხვაგან მიდიხართ. არ დამიჯერეთ, ერთ კვირაში ქვეყანა იზარანა 1.3 მილიონი.
ქვეყანამ იზარარა თავისი სტატუსით და თავისი მოკლე ისტორიით. მუდამ იჯერებთ. გააგრძელეთ კაცო. მე ესე არაბი დამჯდები ასე. აქედან ესეთი პანკის ისა ვიღაცა ჩამოსული და გიყურებთ ასე. არცად არ მეჩქარება საერთოდ. ვაფშე არ მეჩქარება. თქვენი კითხეთ აგერ. მე როდაჩებით სამსამე და თითო კაკაკაკალა. მე გეტყვი, იდი სუდა. თავი მოწეხა და всё. კარგად იყავით ჩემო ხალხო. შეწყვიტეთ. დიდობიანი საღამო. ნებით ეს კრიტიკა და რაღაცეები რა. კიდევ ერთხელ მე რუსეთში მოღვაწე ყველა ქართველს, ისაც დისკომფორტი შეუქმენი და ესე, მაგრამ ეს არ იყო ჩემით გამოწვეული. ჩემით არ იყო ეს გამოწვეული, დედის აფლავს ფიცა ვარ. შედეგებს თქვენ თვითონ უყურებთ. ყველას ბოდიში უხდი კაცო. კარგად იყავით. მადლობა და დროებით გემშვიდობებით. გამთიშეთ რა, ვერ თიშა, ვაიხა არ ვიცი როგორი თიშა.